საღამოშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. პოლიტიკური შეწყალება. მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტით მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თავისუფლები არიან. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ მათთვის ვადაზე ადრე ციხიდან გამოშვება მოულოდნელი იყო. შეწყალების აქტს სამართლებრივი ნონსენსი უწოდეს, რომელიც ოპოზიციის დაპირისპირებას ისახავს მიზნად. მიხეილ ყაველაშვილის მიერ ლელოს ლიდერების ციხიდან გათავისუფლებამ ოპოზიციაში დაძაბულობის მუხტი გაზარდა. ის, ვინც ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობს, მოუწოდებს ხაზარაძე ჯაფარიძეს დაუბრუნდნენ წინააღმდეგობის ბრძოლას, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობას და ამ გადაწყვეტილებით დაასრულონ ივანიშვილის პოლიტიკური манипуляция. წინააღმდეგ შემთხვევაში ლელოს მიმართ არსებული ეჭვები და ბრალდებები, რომელიც მათივე კოლეგების მხრიდან ისმის, დიდი ალბათობით კიდევ უფრო მწვავე და ინტენსიური გახდება. საქმე ეხება მოსაზრებას, რომ ქართული ოცნება ნებისმიერ ფასად ამ შემთხვევაში პოლიტიკოსების შეწყალებით ცდილობს შეათრიოს ოპოზიცია არჩევნებში და ამ გზით ლეგიტიმაცია მიიღოს. ხაზარაძე ჯაფარიძეს ამ მოწოდებაზე ბევრი არ უფიქრიათ და არც პოზიცია შეუცვლიათ. იქვე ციხის კართან დააფიქსირებს, რომ მართალია ბრძოლის ტაქტიკა აქვთ განსხვავებული, მიზანი ყველა ოპოზიციური ძალის ერთია: ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ასე რომ ხაზარაძე ჯაფარიძე საარჩევნო მარათონში რჩებიან. პატიმრობაში რჩებიან ის პოლიტიკური ლიდერებიც, ვინც ზუსტად იდენტური მუხლით გაასამართლეს, რაც კიდევ ერთი დამატებითი მიზეზია ოპოზიციურ ფლანგებს შორის დაპირისპირების გაღრმავების. გია ხუხაშვილი გვერდდება გადაცემაში სტუმრად. ბატონ გია, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტის შესახებ, მოვისმინეთ არაერთი ვერსია, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ქართული ოცნების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი. დაწყებული იმით, რომ ამით ქართული ოცნება ცდილობს ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავოს, დამთავრებული ვერსიით, რომ ეს არის უბრალოდ გარიგება ქართულ ოცნებასა და ლელო ძლიერ საქართველოს შორის იმისათვის, რომ ლელო არჩევნებში მონაწილეობით სისტემურ ოპოზიციად აქციოს. თქვენი ვერსია როგორია, რატომ გაათავისუფლეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე? ხო, ეხლა მეორე ვერსია არადამაჯერებელია, ხო, ეხლა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაამტკიცეს ჩემის აზრით, ისინი ციხეშიც კი წავიდნენ თავისი უკომპრომისო ბრძოლის გამო, ხო, ეხლა ისინი პოლიტპატიმრები იყვნენ და აქ ეხლა იმაზე საუბარი, რომ ისინი რაღაც ტიპის გარიგებაში შევიდნენ ამ ეტაპზე, ხო, ხელისუფლებასთან ეს არის შეთქმულების თეორია, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, მაგრამ რაღაც ბողმით და რაღაც ამ ტრადიციული ქართული აგრესიით განპირობებული, ხო? ეხლა გასაგებია, რომ ეს გადაწყვეტილება არის პარტიული, პოლიტიკური ქართული ოცნების და არა ჰუმანური აქტი, მე მგონი ამაზე ყველა თანხმდებით და რა თქმა უნდა ეს კითხვა ისმის, ხო, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი. გასაგებია, რომ ერთის მხრივ თქვენ ესე ვთქვათ, თქვენ თქვით კიდევაც ამაზე, რომ ეს დაპირისპირების ოპოზიციაში დაპირისპირების და კინკლაობის გამწვავება, ანუ ცეს ნავთის დასხმის პრინციპი, გარდა ამისა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ის რაც უნდოდა, ხო, და ის რა ამოცანაც აქვს და რა არის ეს ამოცანა? ამოცანა ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატიის დამყარება ერთი დომინანტური პოლიტიკური პარტიით და მისი სატელიტებით, ხო, ანუ მორჯულებული ოპოზიციით. და ეს სხვა შორის აი ამ საპარლამენტო კომისიის, ეგრეთ წოდებული საპარლამენტო კომისიის დასკვნაშიც ჩანდა, რომ და წოლგიანმა პირდაპირ თქვა, რომ ამოცანა არის აი ამ 4 სუბიექტის გაყვანა ლეგალური პოლიტიკური სივრციდან და ესე რომ ვთქვათ, სხვა ტიპის ოპოზიციით შევსება მათი
მათი პოლიტიკური ესე რომ ვთქვათ ამ პოლიტიკური მოზაიკის. ბატონო კი გკითხავთ რა ვიდრე გადავალთ სხვა თემაზე, ანუ თქვენი ვერსიით ქართული ოცნება ხაზარაძე ჯაფარიძის გათავისუფლებით ცდილობს რომ ეს დაპირისპირება რომელიც აქამდეც არსებობდა არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფლანგზე გააღრმავოს და ამით რა შედეგი მიიღოს, ანუ ხაზარაძე ჯაფარიძეზე იმ ხელაწნეხი წამოვიდეს რომ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე, ანუ საბოლოო ჯამში რა შედეგის მიღება უნდა დაპირისპირებით ოცნებას? ორივე შემთხვევაში მოგებულია ხელისუფლება ესე ფიქრობს ამ გაღრმავებით ან ჯაფარიძე და ხაზარაძე უარს იტყვიან არჩევნებში მონაწილეობაზე და ეს ხელისუფლების გაგებით არის გამარჯვება მათთვის, ხო, გაადვილება ამოცანის ან თუ არ გადიან ლეგალური სივრციდან საარჩევნო კამპანიას მართავენ, მაშინ მას უპირისპირებენ ოპოზიციის მეორე ნაწილს, ხო, რომელიც ამორჩეულს მოუწოდებს რომ არჩევნებზე არ მივიდნენ. ანუ ხელისუფლების ამოცანას ემსახურება ოპოზიციის დიდი ნაწილი. ანუ ორივე შემთხვევაში მოგებული ქართული ოცნებაა, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები? და რა თქმა უნდა, აფარა ამაზეა მთელი გათვლა, ხო? გარდა ამის, ანუ არის კიდე სხვა მიზეზებიც ბუნებრივია, მიზეზი გახლავთ ის, რომ ხელისუფლებას მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან, რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია, თუნდაც აი სუვერენული, აი რუსული ტიპის ლეგიტიმაცია ჭირდება. შესაბამისად, ეხა ამ ლეგიტიმაციას, როდესაც არჩევნებში მონაწილე პარტიის ლიდერები ციხეში ზიან, ხო? ციხეში ზიან, ნუ ეჭქვეშ დგება. თუნდაც აი რუსული ალგორითმითაც კი ეჭქვეშ დგება, ხო? ეხა ლიდერები ციხეში იჯდნენ და შენ მე ამ პარტიას არჩევნები მოუგე ილაპარაკო, ხო? ანუ ყაველაშვილის განცხადებაში, სადაც იყო ოფიციალური მიზეზი მოყვანილი, არის სიმართლის მარცვალი თქვენი აზრით? ნუ კი, რა თქმა უნდა, ეხა რაღაცა ლოგიკა, პოლიტიკური ლოგიკა ხო უნდა ნახოთ ყველაფერ ამაში, ხო? მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი. მთავარი მიზეზი, ნუ პირველი რომ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგით, იმიტომ რომ ეს რო ყოფილიყო ჰუმანური აქტი, მაშინ უნდა გაათავისუფლებინათ იგივე მუხლით დაპატიმრებული სხვა პატიმრებიც, ხო, საერთოდ ამნისტირება ესე ხდება. და არ ვიცით და რა ვიცით რომ არ მოხდება ასე არჩევნებამდე, მათ შორის პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით. არა, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ როდესაც ჩვენ აქტს გამოსცემ შეწყალების აქტს, ხო? და შერჩევით აკეთებ ამას ერთი და იგივე მუხლით გასამართლებულ ადამიანებს ვიღაცას უშვებ და ვიღაცას არ უშვებ, ეს უკვე ნიშნავს, რომ აქ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა ჰუმანური აქტი, ხო? თავისთავად ამ ლოგიკაზე გელაპარაკებთ და ყველა რა მოხდება, ეგ რა მოხდება, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. თუ გამოშვება უნდა და ყველა უნდა გამოეშვა და სხვა შორის აი დიდი ამნისტიები რო ცხადდება, იქ პერსონალიზაცია საერთოდ არ ხდება. იქ უბრალოდ მუხლებია მითითებული, რა მუხლით გასამართლებულ ადამიანებს ათავისუფლებენ, ხო? და ვინც მოხდება ამ მუხლების ესე რომ ვთქვათ, ფარგლებში და რაღაც შესაბამის პერიოდებში იმ ადამიანებს ათავისუფლებენ. პერსონალიზაცია არ უნდა ხდებოდეს ამნისტიის დროს. და ამიტომ არ არის ეს ჰუმანური აქტი, ეს ყველას კარგად ესმის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბადრი ჯაფარიძეც და მამუკა ხაზარაძეც კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ შეწყალების, მით უმეტეს ამ ტიპის შეწყალების და ისინი ამაზე ისაუბრებენ ალბათ ამ დღეების განმავლობაში და ნუ აი ეს არის ქართული ოცნების ესე რომ ვთქვათ, ამოცანა, რომ რაც შეიძლება უპრობლემოდ ჩიტების ჩიკ-ჩიკის ფონზე ჩაატარონ ადგილობრივი არჩევნები, ხო და ეხა თვითონ აღარაფრის გაკეთება აღარ უწევთ მით უმეტეს, იმიტომ რომ ოპოზიციურ ამორჩეველს ოპოზიციის მეორებთა აფრთხობს, ეუბნება რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე. კი ბატონო, ისინი არ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან, მაგრამ ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვების როლში გამოდიან, იმიტომ რომ ხელისუფლების ამოცანას ასრულებენ, ხო? თუმცა იმ ოპოზიციის ძალისხმევა მხოლოდ ასე ვთქვათ, ამომრჩევლის ბოიკოტში დატოვებით არ შემოიფარგლება. დღეს ჩვენ ვნახეთ საკმაოდ მძიმე ბრალდებები მანამდე გახარიას მიმართ, რომელმაც თქვა დაუშვა შესაძლებლობა მომავალში მანდატების გამოყენებისა, დღეს უკვე ფაქტობრივად მოღალატეებად შერაცხეს ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ოპოზიციური ფლანგიდან. აქვე აი ჩემი აზრით ამ ეტაპზე აი მთავარი შეკითხვა. ყველა მხარე
მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებებიდან ძალიან კარგად ხვდება თუ რას ემსახურება ქართული ოცნების პოლიტიკური თამაში ოპოზიციასთან მიმართებაში. მეტიც ყობახითეს არც დაუმალავს დღეს საჯაროდ თქვა რომ ძალიან კარგია რომ ორი ოპოზიციური ფლანგი აი ასეთ მწვავე დაპირისპირებაში შედის ერთმანეთთან. მაშინ რატომ მიყვება ოპოზიცია ქართულ ოცნებას ამ თამაში სულ ცოტა რაც შეუძლია გააკეთოს, აი თქვენი მოსაზრება როგორია? თუ ერთი მხარეც აცნობიერებს და მეორეც. მე აი ოპოზიციის ქმედებებში, ოპოზიციის რიტორიკაში მე ლოგიკას ვეღარ ვხედავ, ხო? ანუ ესე რო ვთქვა, ნუ არ ვიცი ამას რა დავარქვა უკვე აღარც ვიცი, ხო? დიდი ბოდიში, მაგრამ არჩევნებში, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ამ მონაწილეობის თემა ეს არის სტრატეგიის თემა, ეს არის ტაქტიკის თემა, პოლიტიკური ტაქტიკის, აბსოლუტურად გაუგებარია რანაირად ახდენს არჩევნებში ვიღაც მონაწილეობა ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ხელისუფლება დღეს არის არალეგიტიმური. თუ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, ამ შემთხვევაში ლეგიტიმაციას როგორ აძლევენ ეს პარტიები? თუ ხელისუფლებამ ამ ადგილობრივ არჩევნებში გამოიყენა გაყალბების ყველა ის მექანიზმი, რაც იყენებდა და თბილისში ყოველ შემთხვევაში კიდე ახალის დამატება დაჭირდება, ხო? რანაირად ხდება ლეგიტიმაცია? ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი ბოიკოტის მომხრეების, რომ თითქოს ამით ვიღაცას რაღაც ლეგიტიმაციას აძლევს. და თუ ხელისუფლებამ არ გააყალბა, ჩაატარა წესიერი არჩევნები და მოიგო, მაშინ რა პრეტენზია გვაქვს ეს ხელისუფლებასთან, ხო? მაშინ ჩვენი ხალხი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რაც გვყავს. რაღაც ვაბაკუნებს მაშინ ფეხებს და მაგრამ დიდი ძალიან მაღალი ალბათობა არ გაყალბების შემთხვევაში, რომ ესე რომ ვთქვათ, ოპოზიცია მოიგოს თუნდაც თბილისი. და თუ გააყალბეს და ლეგიტიმურობას როგორ იღებენ ლეგიტიმაციას იმით, რომ ლელო მონაწილეობდა, გააყალბეს არჩევნები და დამთავრდა პირიქით, ამით კიდე ერთი დამატებითი საფუძველი შეიქმნება იმისა, რომ ორივე ფრთა არჩევნებში მონაწილე იქნება თუ არჩევნებში არ მონაწილე, გაერთიანდეს და ერთიანი ფრონტით გააგრძელოს ბრძოლა იმ თემებზე, რაზეც ყველა თანხმდებით. რეალურად სტრატეგიასთან დაკავშირებით, აი რა წინააღმდეგობაა ამ პარტიებს შორის. სამი ძირითადი თემაა დღის წესრიგში, ხო, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით. რა არის ეს? ეს არის ევროპულ, ესე რომ ვთქვათ, გზაზე დაბრუნება ქვეყნის, ეს არის რიგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ეს არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება. რა, გახარია და ლელო ამბობენ რომ არაო, ამაზე? ბიჭო, შესაბამისად ოპოზიცია იმაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, რა ყოფთ, იმაზე უნდა ფიქრობდნენ და იმას უნდა ეყრდნობოდეს მათი ურთიერთობები, რაზეც თანხმდებიან, რომ ბიძინა არ აცინონ და ბიძინა ეხა იცინის დღეს აი ამ ვაქხანალიაზე, რაც ოპოზიციაში ხდება შეთქმულების თეორიებზე, ადამიანები ციხიდან გამოუშვეს და ლანძღავენ რა. ადამიანები თან, რომლებიც ეხა ფაქტობრივად ძალიან სერიოზულ როლს თამაშობენ, ხო, იგივე. ანუ ციხიდან მათ გამოშვებას სწორედაც რომ მიესალმებიან მისი ოპოზიციონერი კოლეგები, უბრალოდ მოუწოდებენ, აი მაგალითად ციტირებ ნიკა გვარამიას, რომელიც იგივე მუხლით იხდის სასჯელ საპატიმროში, რომ არავის ურჩევდი ბიძინას მიერ დამცირებულთა გაერთიანებაში ყოფნას. კი, ურჩია, გაიგეს ამათმა, მაგრამ ამა თავისი აზრი აქვს, ეხლა რამე ვალდებულებაა, რომ გვარამიას დაეთანხმო, ესეა, ჭეშმარიტებას ქადაგებს? მე არ ამგონია, რომ ესე იყოს. გვარამია, რომ ჭეშმარიტებას ქადაგებდეს, მაშინ დღეს ქვეყანაში სხვა სიტუაცია იქნებოდა, კაცო რა. ესე არ არის, ხო? ამათ აქვს თავისი ხედვები, თავისი ტაქტიკა აქვს, ხო? თვლიან, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ ყველა შემთხვევაში მონაწილეობა იქ, რაც არ უნდა უსამართლო გარემო იყოს და რა თქმა უნდა, უსამართლო გარემოა და ხელისუფლება ყველაფერი სამსვლელია. მაგრამ აი ომში, ხო, როდესაც მოწინააღმდეგე ზარბაზნები აქვს და შენ მარტო თოფი გაქვს, ხო? ვიღაცა იტყვის, რომ მე სამშობლოს ვიცავ და მაინც უნდა წავიდე და თოფით უნდა ვებრძოლო და ისა და ვიღაცა არ დაეთანხმება ზარბაზნებთან თოფით როგორ უნდა ვიბრძოლო, ხო? ამის გამო ერთმანეთი ხო უნდა დახოცონ, კაცო. ხო უნდა დახოცონ ვიღაცა წავა ამ ბრძოლაში, ვიღაცა დაელოდება თვითონ როდის ჩამოუვა დაუშვა საიდანღაც შეკვეთილი ზარბაზანი, ხო? მაგრამ ბიჭო, ისინი ხო თანამოაზრეები არიან მთავარ თემებში, რა შუაშია ეს ლანძღვა გინება ვერ გავიგე რა.
ისე ძალიან საინტერესო აი ამ თვით ურთიერთდაზიანების გულისხმობ ოპოზიციურ ფლანგს პროცესში რეალურად რა შანსები აქვს ლელოს და გახარიას ფლანგს, მაგრამ ძალიან სუსტი შანსები აქვს, მაგრამ ბიჭო, შანსები რაც არ უნდა დაბალი გქონდეს, ეს იმას არნიშნავს, რომ შენ ბრძოლაში არ უნდა შეხვიდე. გასაგებია, რომ არათანაბარია ძალები, გასაგებია, რომ გარემოა უსამართლო და ხელისუფლება ყველაფერს იბინძურეზე მოაწერს ხელს, მაგრამ ბრძოლაზე უარის თქმა იმის გამო, რომ როდესაც სამშობლოს იცავ, ხო? იმის გამო დალოდება რაღაცის გაუგებრის. კი ბატონო, მაგრამ თურმე დელეგიტიმაცია უნდა მოხდეს, რა არის ბოიკოტისტების მიზანი? არა, ბრძოლაზე სწორედაც რომ უარს არ ამბობს მეორე ფლანგი, მეტიც აი წინააღმდეგობის ფეხების ბაკუნის მეტი რა გვესმის რა. აქციები 4 ოქტომბრის დაანონსებული აქცია, რომ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი დამხობა. 4 ოქტომბერი, ეხლა ხო არალეგიტიმურია, ხვალ დანიშნო რა. ხვალ რატო არ ნიშნავენ? რატო ელოდებიან 4 ოქტომბერს? აი რატო ელოდებიან ამიცენით რა? ბიჭო, საქმე იმაში გახლავთ, რომ როდესაც შენ კი ბოიკოტი არის გზა, რა თქმა უნდა, მე კი არ უარყოფ ამ გზას, ბოიკოტის გზა არსებობს, მაგრამ როდესაც შენ მიდიხარ არა ინსტიტუციური ბრძოლის გზით, ფაქტობრივად შედეგში რა უნდა მიიღო? შედეგში უნდა მიიღო საყოველთაო დაუმორჩილებლობა, ანუ პარალიზება უნდა მოხდეს ხელისუფლების, ხო? და შესაბამისად, ესე რომ ვთქვათ, უნდა მოხდეს მისი ჩამოშორება ძალაუფლებიდან. ესეთ შემთხვევაში გჭირდება მინიმუმ ხალხის 70%-ის მხარდაჭერა. რევოლუცია ესეთი ძალიან მაღალი მხარდაჭერის გარეშე ვერ ხდება. გარდა ამისა, ამ რევოლუციას აქვს მხარდაჭერის იმედი, ბატონო გია, მოგისმენიათ ალბათ, მათ შორის ჩემს გადაცემაში პატა ბურჭულაძე მისაუბრა, რომ 2 მილიონი მოსაწვევი უკვე დაბეჭდილია და დაურიგდება დელეგატებს. მოსაწვევის დაბეჭდვა, კი, კაია, კარგია, რომ დაბეჭდეს მოსაწვევები, მაგრამ ბიჭო, მოსაწვევების დაბეჭდვა ხო არ არის, ცოცხალი ადამიანები უნდა მოვიდნენ, თორე 2 მილიონი მოსაწვევი დააწყე მე რუსთაველზე და იყავი რა. და ეს რესურსი არ ჩანს. ამაშია პრობლემა, ლიდერები არ არიან. ნებისმიერ რევოლუციას სჭირდება ლიდერი. ლიდერი რა, ვისაც ენდობა საზოგადოება, ვისაც მზად არის რომ გაყვეს, ხო? გაყვეს, რომელიც დაანახებს უკეთეს მომავალს. არ არის ეს რესურსი ოპოზიციის მხარეს დღეს, რევოლუციური რესურსი არ არის. არ არის და ეხა ილუზიის შექმნა, მორიგი რაღაც მოლოდინების შექმნა, ხო? დიდი ბოდიში, მაგრამ არ გამოდის ესე რა, ძალიან ბუნდოვანი განვითარება აქვს ამას ყველაფერს. ანუ ანონსი იმის შესახებ, რომ 4 ოქტომბერი იქნება დიდი პროტესტის დღე და 4 ოქტომბერს დაიწყება და დასრულდება ქართული ოცნება, დიდი პროტესტი შეიძლება იყოს, კი ბატონო, და ესეთი პროტესტი არაერთი გვინახავს. მაგრამ შედეგში რა მიგვიღია, ხო? შედეგში მივიღეთ, რამე ვერ მივიღეთ. და მე ეს გზა მეჩვენება ბუნდოვნად. შეუძლებლად არა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბუნდოვანია ძალიან ეს გზა. მე ვერ ხედავ რესურსს, ვერ ხედავ ლიდერებს, რომელიც 2 მილიონი ქართველს გამოიყვანს და რომელიც 2 მილიონი ქართველის მხარდაჭერას მიიღებს. დამერწმუნეთ, 2 მილიონი ქართველი თუ ვიღაცას მხარს რო უჭერდეს, ეს ხელისუფლება დიდი ხანია სახში იქნებოდა წასული რა. ჩვენ იმის პრობლემა გვაქვს, რომ ამ პარტიებსაც არენდობა და პატივს არცემს ისა რა ქართული საზოგადოება. ჩვენ ხელისუფლების არალეგიტიმურობის პრობლემა ხო არა გვაქვს მარტო, კაცო, ჩვენ ოპოზიციის არალეგიტიმურობის პრობლემაც გვაქვს. ამათაც არენდობა ხალხი და ნაცვლად იმისა, რომ ბიულეტენები კი არ ბეჭდონ და რაღაც მოსაწვევები კი არ ბეჭდონ, თვითონ ხალხს ელაპარაკონ და ხალხის მოზიდვაზე იზრუნონ, ხო? ხალხია მამოძრავებელი ძალა, საბოლოო ჯამში ხალხი იღებს გადაწყვეტილებას, კაცო, პარტიები კი არ იღებენ, ან ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი საზოგადოებრივი მოღვაწეები, ძალიან პატივსცემ პატა ბურჭულაძეს, მაგრამ ძალიან მიამიტია ის გზა, რომელსაც ის გვთავაზობს. ის რეალურად რესურსებს ვერ აფასებს, ხო? საკუთარ რესურსებს ვერ აფასებს ობიექტურად და მით უმეტეს ვერ აფასებს მოწინააღმდეგის რესურსებს. კი ბატონო, თუმცა აქეთაც არ ჩანს დიდი პერსპექტივა ოპოზიცია არჩევნებში მონაწილე ოპოზიციის მაგრამ ნახეთ არჩევნები არის ბრძოლის ველი, ბრძოლის სივრცე. აი ამ ბრძოლაში რო შეხვალ, არის ორი სცენარი ამის შემდეგ, ხო?
ერთი სცენარია რომ ხელისუფლება არ გააყალბებს, რაც ილუზორულია, რა თქმა უნდა, ეხლა მე თეორიულად ვამბობ, თორე პრაქტიკულად შეუძლებელია და ამ შემთხვევაში წააგებს თბილისს და თბილისში შეიქმნება სერიოზული პლატფორმა საშუალოვადიანი პოლიტიკური დღესასწაულისთვის, ხო? გააყალბებს და თუ გააყალბებს, აღმოჩნდება, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლება კიდე ჩაიდენს ერთ დანაშაულს, ერთგვარ სახელმწიფო გადატრიალებას იმით, რომ ძალაუფლების წყაროს, ანუ ხალხს მოპარავს კიდევ ერთხელ არჩევანს და 5 ოქტომბერს რა უშლის ახლა ამ ორივეებთან მერე გაერთიანებას, პროტესტის გაერთიანებას, რომელსაც უფრო დიდი მუხტი ექნება. რატომ ექნება? იმიტომ რომ ის აუმრჩეველი, რომელიც თბილისში მივა საარჩევნო უბნებთან და მათი ხმა დაიკარგება და ხელისუფლება დაწერს უბრალოდ თოქმებს, ხო? მათ გაუღვივდებათ ის პროტესტი, რომელიც კი ბატონო, ერთი თვეა ჯერ არჩევნებამდე დარჩენილი, ჩვენ არ ვიცით რამდენად შეიძლება გამწვავდეს და გაღრმავდეს ურთიერთდაპირისპირება, იქნება თუ არა შემდეგ უკვე არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ რესურსი იმისა, რომ არჩევნებში მონაწილე და ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური ფლანგები გაერთიანდნენ საერთო პროტესტის გარშემო. თუ არ გაერთიანდნენ და იჩხუბონ ერთმანეთში მაშინ რა. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ აი ბოიკოტის მომხრე ოპოზიციურ პარტიებს კი არა, აი საზოგადოება, ხო, საზოგადოების დიდი ნაწილი, ჩემს ძალიან პატივსაცემი ამ მორალური პედესტალიდან, ესე რომ ვთქვათ, საუბრობს და პოლიტიკურ არგუმენტებს საერთოდ ვერ ხედავ, იმიტომ რომ კითხვას როსვავ, რას აპირებთ, როგორ აპირებთ, ბრაზდებია, კითხვაზეც კი ბრაზდებიან, არათუ პასუხს არ იძლევია რა. აი ესეთი სიტუაციაა და აი ეს ანუ ბრაზდებიან იმიტომ რომ არიციან? არა აქვთ პასუხი? არიციან, რა თქმა უნდა, საიდან უნდა იცოდე რა. არაფერი, აი ელემენტარული SWOT ანალიზი არ კეთდება რა, რისკებია, რესურსების შეფასება არ ხდება რეალურად. კვლევებში მაინც ჩაიხედონ კვლევები, რაზე მეტყველებს და არის თუ არა ის მუხტი, რომელიც ამ ხელისუფლების პარალიზებას მოახდენს, ანუ ეროვნულ ტოტალურ დაუმორჩილებლობამდე მიიყვანს ქვეყანას. არ არის, არ ჩანს ეს რესურსი. ეს რესურსი შეიძლება გაჩნდეს არჩევნების დღეს გაყალბების შემთხვევაში. ანუ კიდევ ერთი ტრიგერი გვჭირდება, ერთი კატალიზატორი ჭირდება პროცესს. და ეს კატალიზატორი არის საარჩევნო ბრძოლა. ხო? ამ ბრძოლის ისევე როგორც ჩანს დღეს გადმოსახედიდან პარლამენტის აესე უაპელაციო დატოვება. კი, გასაგებია რომ ხელისუფლების არალეგიტიმურობას მივახციე და ეს პერმანენტული პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მე არ მინდა ამის დაკნინება და უნდა გაგრძელდეს ეს პროტესტი, მუდმივად უნდა ღვიოდეს. მაგრამ პიკი არის 5 ოქტომბერი უпроსწორად. როდესაც ხელისუფლება აშკარად გააყალბებს არჩევნებს. აი ეს არის პიკი. აი ამ პერმანენტული პროტესტის, რომელიც უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, ხო? და ერთიც მინდა აუცილებლად რა გკითხოთ, თუმცა აი დამოკიდებული იქნება არ მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად შეიძლება გაიყოს ოპოზიციურ ფლანგებს შორის პოლიტიკური გზები, არამედ კიდევ რა განცხადებები გაკეთდება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. დღემდე განსჯის საგანია ბევრისთვის აღშფოთების გიორგი გახარიას განცხადება იმის შესახებ, რომ რა პოლიტიკური ვითარება დადგება, შესაძლებელია გადახედონ პოლიტიკური ბოიკოტის ფორმას და არ გამორიცხავს მანდატების გამოყენებას. ასეთი ტიპის განცხადებები აი ვის წისქულზე ასხამს წყალს? არა, თუ შედიხარ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობ, ხო? მაშინ განხილვადია, კი ბატონო, ეს ბევრს არ მოეწონება, ეხლა მეც რაღაც უხერხულად მიმაჩნია, ხო, რომ პოლიტიკოსი ესე ცვლიდეს, ესეთ მძიმე გადაწყვეტილებებს, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებდეს და მერე იმას გადათქვავდეს. ეს ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ ამაში პოზიტივიც არის, ეხლა თუ ადამიანმა ჩათვალა, რომ რაღაცა ნაბიჯი გადადგა და შეცდომა დაუშვა და ეხლა სხვანაირად ფიქრობს, რომ ესეც არ არის ტრაგედია, კაცო. ის ამაში თავისთავად გადაიხდის არათანმიმდევრულობის პოლიტიკურ ფასს. ო, ვიღაცას ეს მოეწონება, ვიღაც არ მოეწონება. თორე თუ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს ადამიანი, რატო უნდა დაკარგოს ის საპარლამენტო მანდატები, ხო? ხო და მაგრამ მძიმე გადაწყვეტილებაა, გასაგებია, ხო, მე ხა სიმართლე გითხრათ, მე არც იმას ვერ მხრობი, რომ აიღონ მანდატები, იმიტომ რომ ეს თუ გაკეთებელი იყო, თავის დროზე უნდა გაეკეთებინა. და არც კატეგორიული არა ვარ და ამის გამო ეხა მე ლანძღვას არავისას არ ვაპირებ და ეს ჩვენი საზოგადოება ძალიან კატეგორიულია. რატომღაც ყველა თვლის რომ თვითონ ფლობს ჭეშმარიტებას.
თვითონ არის მორალური ავტორიტეტი და ვინც მას არ ეთანხმება, ყველა არის გარიგებაში ხელისუფლებასთან. რა ლაპარაკია ეს, ვერ გავიგე. ეს არის დემოკრატია, ეს არის პლურალიზმი. ბიჭო, ოპოზიციაში ამკვიდრებენ ავტორიტარიზმს და ეხლა ხელისუფლებაში ეს ხალხი რომ მოვა, ვერ გავიგე, სხვანაირად მოიქცევიან. ავტორიტარიზმს ამკვიდრებენ ოპოზიციაში. რომ ვინ ჩვენ არ გვეთანხმება, ყველა მტერი და მოღალატეა, ამას ამბობენ რა. მადლობა ბატონო გია. როგორ შეიძლება ეს ლაპარაკი რა? მადლობა, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ამასობაში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე შემოგვიერთდა. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც კომენტარი გააკეთეთ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ცნობაზე შეწყალების შესახებ. აი თქვით რომ თქვენ რომ იყოთ ხაზარაძე ჯაფარიძის ადგილას სიკვდილი გერჩივნათ ამ სიტყვების გაგონებას, არ გამოხვიდოდით საპატიმროდან და თუ კი ვინმე არის ველოში, ფეხქვეშ მიწა უნდა ეწოდეთ და უნდა გამორბოდნენო. ანუ ის მოდა ეს მოწოდებები, რომ უარია თქვა შეწყალებას, აი ტექნიკურად სამართლებრივად ხა შეწყალებაზე უარს როგორ იტყოდნენ და როგორ დარჩებოდნენ, როგორც კალაძემ თქვა, თავს როგორ მიიბავდნენ რადიატორზე საპატიმროში. მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. სანამ კითხვას უპასუხებ ბატონ გიას მითხა ხუხაშვილს უპასუხო რომ მე ვაპირებდი ამ თემაზე. პლურალიზმზე და დემოკრატიაზე ელაპარაკა, ეხა ბოიკოტის მომხრე პარტიებიო რაღაც იქ ავტორიტარიზმს ნერგავენო და განსხვავებული აზრის გამო დამბლოკა Facebook-ზე და უბრალოდ განსხვავებული აზრის გამო და რომელ დემოკრატიაში ხდება, მინდოდა უბრალოდ მეკითხა ბატონ გიასთვის, იმედია მისმენს ახლა. რაც შეეხება თქვენს კითხვას და არ ვიცი ასევე, ეხლა გია ხუხაშვილს რატო უნდა დაუჯეროთ საერთოდ რამეში. 13 წლის განმავლობაში რომელიმე მისი ერთი ექსპერტული აზრი ახდა, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის მოყვანიდან, მისი მრჩევლობიდან, შემდეგ კვერცხების ბიზნესობიდან, შემდეგ ქართული ეთნების ქართულმა ოცნებამ რომ გამოაგდო, იმით დასრულებული. რომ ის ავტორიტეტი არის საქართველოს მოქალაქეების, ვინც უნდა უსმინონ და გაითვალისწინონ მისი აზრი. ეს რა ვიცი. ხელ არ მინახავს არც ერთ აქციაზე სპეცრაზმის პირისპირ. აი ესეთი გია ხუხაშვილი ახლა არ უნდა ყოფოდეს, რას გეუბნებოდა ახლა მთელი მისი ეს საუბარი იყო იმაზე, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციას აზრი არ აქვს, არაფერს აზრი არ აქვს. არა, მან თქვა რომ რესურსი არ არსებობს, რეალურად, ხო, მეც უსმენდი, კი ბატონო, მან თქვა რომ რესურსი არ არსებობს. არ მიჭერს, ანუ მთელი ეს პათოსი ახლა ბატონ გიასი იყო ის, რომ ამ ქვეყანაში არაფერს აზრი არ აქვს. იქ ასევე, ნუ მე ის გამოც როგორც თქვენ ამბობთ, განსხვავებული აზრის გამო დამბლოკა ადამიანმა სოციალურ ქსელში და რასაც ის ნაციონალურ მოძრაობას ლანძღავდა და ნაციონალურ მოძრაობას აბრალებდა მათ შორის რა ვიცი ორგანოების გაყიდვიდან მოყოლებული არ დაგვიბლოკავს არც ერთ Facebook-ზე ყველას ყავდათ მაგრამ ნუ ეს პათოსი ხა რაც იყო ბატონ გიასი რეალურად არის ის რომ საქართველოს მოქალაქეებს უთხრა რომ უბრალოდ არაფერი ამ ქვეყანაში არ შეიცვლება არასოდეს არაფერი არ მოხდება ანუ ის რასაც რეჟიმი გვიმტკიცებს და მე მესმის ძალიან კარგად რომ აკეთა ფლანგზეც რაღაც ოპოზიციის მანტიით თუ ექსპერტების მანტიით არიან შემოსილი ადამიანები, რომელსაც კონფორმიზმი და თბილად აი ხა როგორც ბატონი გია იჯდა იქ სტენკა დადგმული ზალაში, ისე ურჩევნია აკეთოს კომენტარები, ვიდრე იბრძოლოს და დადგეს სპეცრაზმის პირისპირ, მაგრამ ახლა იმას მაინც ნუშვებით ესე დროს რომ სინდისის შეხრჩეც და მებრძოლები ადამიანები კონკრეტული საკითხები წამოჭრა ანა აი პირდაპირ თქვა მოდი გავაგრძელოთ რა ეს თემა რადგან ამ თემით დაიწყეთ მე ვაპირებდი აუცილებლად მეკითხა თუ რას ფიქრობთ აი ასეთ მოსაზრებებზე არიცი თვითონაც არიციან 4-ში რა მოხდებაო შეგიძლიათ გვითხრათ რა შეიძლება მოხდეს 4-ში 4-ში დადგება იმის საჭიროება რის გამოც თქვენ ახლა გია ხუხაშვილს უსაყვედურეთ რომ სპეცრაზმის პირისპირ დადგეს მე არ მგონია რომ გია ხუხაშვილი ახლა რასაც ამბობს ეს არის ის რასაც მას ჯერა რისიც მას ჯერა იმიტომ რომ თუ ამის მას ჯერა მაშინ მას სერიოზული მეხას ზოგადად დიძარმფენის გია ხუხაშვილზე არა ვარ ნამდვილად მაგრამ კიდევ უფრო უარესად ხონია საქმე ვიდრე მე წარმომიდგენია ანი ძალიან საინტერესოდ საუბრობთ არ მინდა რომ თქვენი სიტყვები დაიკარგოს მეუბნებიან რომ ტექნიკური ხარვეზია ხმა უნდა გაასწორონ ამიტომ მივცემ მათ ამის შესაძლებლობას და მანამდე გეტყვით რომ მელიქიშვილის გამზირზე არის
ისევ ხმაური აქციის მონაწილეები მისული არიან ქართული ოცნების, უпростоრად კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან, როგორც კი გვექნება ინფორმაცია და აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს და ბოლოდროინდელ მოქმედებებს, მათ შორის აქციების დროს ბოლო პერიოდში დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ. პოლიცია არის მობილიზებული საარჩევნო შტაბთან და ამის პარალელურად მოქალაქეები ასევე რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილები. ანი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგვეცით აი ამ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა. ახლა ისმის როგორც მოცნობებმა და გავაგრძელოთ საუბარი. ანუ ყველაფერი ხა რაც ილაპარაკა გია ხუხაშვილმა, ეს იყო ანუ ყველაფერი ის რა მესიჯების გახმოვანებაც ჭირდება რეჟიმს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არასოდეს არ იყოს ცვლილება. და ყოველთვის ადამიანები დარწმუნდნენ იმაში და იფიქრონ ისე, რომ ეს რეჟიმი არის უძლეველი, რომ შევეგუოთ ამას სამუდამოდ, რომ ბერა შულიშვილი გვეყოლება ამ ყველაფერში. ეხლა მე არ ვიცი, მიუხედავად იმისა, თქვა ამას ვამბობდი, რომ გია ხუხაშვილზე მე არა ვარ დიდი წარმოდგენის ნამდვილად, არც ისეთი სულელი მგონია გია ხუხაშვილი. მე ეხლა რომ აი ამას რომ ამბობს, რომ ამის არგუმენტები არა აქვს აქეთ ამ ხარესო, ამაში გულწრფელია და არ მგონია, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ჩვენ ეს გვითქვამს, ძალიან ბევრჯერ ჩვენ ამაზე გვისაუბრია და ეხლა შემიძლია ეს ყველაფერი გავიმეორო. ჩვენ ვუყურებთ სცენარს მხოლოდ ქუჩაში. ქუჩაში ვუყურებთ სცენარს, იმიტომ რომ ყველა სივრცე ჩაკეტა რეჟიმმა იმისთვის, რომ რაღაც აი ელემენტარული დონის თანამშრომლობა მაინც ყოფილიყო. ხო, არჩევნები დაგვახიეს, ასე შემდეგ. როგორ ვუყურებთ 4 ოქტომბერს? იმიტომ რომ ქუჩაში არის მხოლოდ ასე ვთქვათ, მოვლენთა განვითარების ადგილი. აი სცენარის შესახებ ქუჩის სცენარის შესახებ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ 4 ოქტომბერს ვუყურებთ შემდეგნაირად, რომ რავალათასიანი საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ რეჟიმს. ჩვენ არ ვსაუბრობთ უბრალოდ რუსთაველის დგომაზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 50,000, 100,000, 200,000 საქართველოს მოქალაქე, რომელიც იდგა რუსთაველის ქუჩებში და აპროტესტებდა რეჟიმის მმართველობას. ხო, ეს რაოდენობა მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების საკმარისია იმისთვის, რომ ზუსტად 2 საათში ეს რეჟიმი არ არსებობდეს. ეს არის ჩვენი გეგმა. ძალიან მარტივად. ჩვენ არ გულისხმობთ მხოლოდ ქუჩაში დგომას. არა, ნახე, ემა, ძალიან მარტივად, როგორ ძალიან მარტივად. ის რომ არ სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას. ემა, ნახე ყველაფერს. და მათ შორის იმასაც, რომ ჩვენ როგორ გადავტეხეს პირველი 5 დღის მერე დეკემბერში. მას შემდეგ რაც ადამიანები დაიჭირეს და 500-ზე მეტი ადამიანი აწამეს და ცხრპირი დაალეწეს და ასე შემდეგ. მათ შორის იმას გულისხმობ, რომ თავდაცვის შესაძლებლობა გამოვიყენოთ. აი ისე კი არა, რომ ერთს რო აკავებენ და ორს რო აკავებენ, შორიდან ვუყუროთ, არა. ის რომ შესაძლებლობა არ მიცეთ სპეცრას, თუ გაბედავს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქის და 4 ოქტომბერს ძალიან ბევრი სურპრიზიც ექნება ქართულ ოცნებას, ძალიან ბევრი საქართველოს ერთმუშტად შეკრულ საქართველოს მოქალაქეებს ეს 2,000 და 3,000 რაღაც ხელფასზე ჩამოკიდებული სპეცრაზმი, რომელსაც სხვა мотиваცია არაფერი არ გააჩნია, ვერ გაუძლებს საქართველოს მოქალაქეების წინეს. დეკემბრის მოვლენების შემდეგ თქვენ ამბობთ, მრავალრიცხოვანი აქციები ვნახეთ, წინააღმდეგობაც ვნახეთ. ნახეთ თუ მომისმეთ კი, კი, აუცილებლად, მაგრამ ჩაკითხების ამიტომაც ზუსტად ის რომ ჩვენ ეს ამ აქციების დროს აი ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, ხო, მათ შორის ნახეთ ჩვენ სადაუშვით შეცდომები, ნახეთ სად არის რეჟიმის სისუსტე. და ზუსტად ამიტომ თქვი ჩვენ პირველი 5 დღე აი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის შემდეგ რეჟიმმა ეს პროტესტი შეანელა, დაკავებები და შეანელა ადამიანების დაჭერებით და აქციებით გატაცებებით. ეხლა ზუსტად ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ რეჟიმს. თუ რეჟიმი გაბედავს და სპეცრაზმი გაბედავს, რომ 10,000-ობით საქართველოს მოქალაქე დაშალოს და ხელი აწიოს რეჟიმი, რომელიც კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული. ჩვენ ძალიან შვიდა წყნარად, მაგრამ როგორც ერთი სხეული გაუწევთ წინა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ 2,000 სპეცრაზმელი მოირევა 100,000 მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს? აი თქვენს დაკავებას რო აპირებდნენ, მარტო კი არ უნდა დაგტოვოთ მაგ ყველაფერში. აი თქვენთან ერთად რო იქნება 1000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს, უკანონოდ მოქმედ სპეცრაზმს. არა, მსგავსი არ გვინახავს, როგორც ჩვენ რასაც ჩვენ ვამბობთ ეხლა. აი ამ მსგავსი არ გვინახავს. ცდილობდნენ ხოლმე არ მიეცათ შესაძლებლობა აქციის მონაწილეების გადაწყვეტილების. 10 შეიძლება ნახეთ, ემა, ნახეთ, მე არ ვამბობ, რომ მე ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ 4-ში ჩვენ უნდა გამოვიდეთ საბრძოლველად, რომ შვიდობიანი წინააღმდეგობით ეს რეჟიმი გავაგდოთ. ჩვენ ყველას მათ შორის ვეუბნებით, რომ საქართველოს მოქალაქეების თითოეული ჩვენთაგანის, იმიტომ რომ მეც როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე ვიდგები 4-ში, თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა არის, რომ იმ დღეს ჩვენ არ მივცეთ შესაძლებლობა რეჟიმს იმისი, რომ ერთმანეთი რომ
რომ დაკავების შესაძლებლობა ჰქონდეთ საპროტესტო მონაწილეების ცემის და უბედურების შესაძლებლობა ჰქონდეთ და უნდა იცოდეს რეჟიმა რომ თუ ის გაბედავს და ხელს მოუქნევს საქართველოს მოქალაქეს ის საქართველოს მოქალაქე მარტო არ დარჩება მათთან ბრძოლაში რომ ის 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე რომელიც მათთან ერთად იდგება ამ წინააღმდეგობას გაუწევს იმიტომ რომ თავდაცვის უფლება არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და აი ასე ერთმუშტად შეკრული საქართველოს მოქალაქეები მებრძოლი ის ცნობილი ვიდეო გააქვთ ნახე ჯერომ ორბიანეს შავებში ჩაცმული სპეცრაზმის წარმომადგენლები დეკემბრის რიცხვებში 10-მდე რომ ირბიან ჯერ დასაკავებლად და მე აქეთ რო ურტრიალდებიან საქართველოს მოქალაქეები და გარბიან აი მაგას რო გავუკეთებთ აი ესე კი არა რომ უბრალოდ იქ ერთსაკავებდნენ და რამდენიმე იდგეს და უყურებდეს არა როდესაც 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე იდგება რომელსაც გაცნობიერებული აქვს რომ უნდა იბრძოლოს ამ რეჟიმს 2 საათში ჩამოინგროვა ზუსტად დღესაც იყო ქართული ოცნების განცხადება რომ შვიდობიანი იქნება თუ არა მშვიდობიანი მათ აუცილებლად იქნება სამართლებრივი რეაგირება არ არის ეს ჩვენთვის რა სიტყვის ქართული ოცნება საერთოდ რელევანტური ქართული ოცნება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან შესაბამისად არ გვაინტერესებს მე უფრო მეტად მაგალითად რომ ქართულ ოცნებასთან დიდი ხანია ყველაფერი გარკვეულია ხალხო ესენი ვინ არიან რუსები რო არიან მოღალატეები რო არიან და რისი კადრებლები არიან ეს ყველაფერი ვიცით აქ მნიშვნელოვანია რა ხდება აქეთა პლანზე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქეთ იყოს ნახეთ აქეთ იყოს კაფეობა 4-თან დაკავშირებითად აქეთ იყოს კაფეობა იმასთან დაკავშირებითად ვინ არიან აქეთა პლანზე იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ეს ნადადება რომ დავანიშნოთ და რატომ გონია ეს და ეს სულაც არ არის ის რო აქ რო გამოხტებიან ახლა ხუხაშვილი რომ იკითხავს მორალს რა სანამ სახელი არ დაერქვა ხუხაშვილი კი არა ვიანიდანაც კი არ არის დავასრულებ კოლექტიურ ხუხაშვილებზე ვიძახი ხა და კოლექტიურ პატა ზაქარიაშვილებზე კაცო საერთოდ კოლექტიურად ვიძახი ამაზე ყოველთვის სახელი ქვია ამათ ჩემით თუ გინდათ ესე დაუძახებ რომ ბიძინა ივანიშვილის ტროას ცხენები როდესაც ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის პაულობს ოპოზიციაში ვიღაცას როდესაც მას რაღაცა მაშველი რგოლი ჭირდება და ამას ყოველთვის სხვადასხვა სახელი ოპოზიციაში დამისახელოთ სახელებით და ნახე წინასაარჩევნოდ მაგალითად მაშველი რგოლი და ტროას ცხენი იყო გილაური შემოსული რომელიც კონკრეტულ კამპანიას აფინანსებდა კონკრეტული კოალიციის ეხლა სამწუხაროდ აღმოჩნდნენ ხაზარაძე ჯაფარიძე და გახარია ხა გახარიასთან მე ყველაფერი გარკვეული მაგ ძალიან დიდი ხანია შესაბამისად მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს ჩემთვის თემუდან გამოწერილი ჩვეულებრივი ჩინური კოცია ისიც რომელიც დღემდე ბიძინა ივანიშვილს თავს აწონებს მაგრამ ხაზარაძე და ჯაფარიძეს რასაც უყურებდა ლელოს რასაც უყურებდა დღეს რაც დაემართათ კი ნამდვილად ძალიან დიდი გულის ტკივილი შემიძლია ეს თქვა რომ მის ადგილაც მე ახლა არ უსურვებდი მტერს უბრალოდ ყოფნას იმიტომ რომ უნდა უარი უნდა ეთქვა შეწყალებაზე და დარჩენილი იყვნენ საკანში ანუ რა დაემართა ძალიან პრიმიტიულად უდგებით ახლა ამას რა შუაშია ეს იქამდე არ უნდა მიიყვანოს საქმე რომ ბიძინა ივანიშვილმა შენ გამოგიყენოს იმისთვის რომ შემდეგ ეგაგიკეთოს რომ ბოლომდე გაგაბა არჩევნებში შესვლა აბარას ნიშნავს მე არ ვიცი ხა უკაცრავად მე ვერ დაგელაპარაკები თქვენ ახლა რაღაცა ტრანზაქციებზე და ვინსად ვისთან იჯდა კაბინეტში და ასე შემდეგ მაგრამ რეალურად ძალიან კაფიო ეს ყველაფერი როგორც რიგითმა საქართველოს მოქალაქემ შეხედეთ რომელიც ახლა სოფლიდან უყურებს ამ ყველაფერს და უფრო ჯანსაღი დასკვნების გამოტანა შეუძლია ვიდრე ძალიან ბევრს არ ვიცი პოლიტიკოს ექსპერტს თუ ასე შემდეგ ხო ძალიან მარტივად არის ყველაფერი და აი უბრალოდ რო ავხსნათ ხო პირველი ყველაზე დიდი პრობლემა არჩევნების შემდეგ რა ქონდა ბიძინა ივანიშვილს ემა ლეგიტიმაცია ქონდა პარლამენტის ქონდა ხო და საბედნიეროდ შედგა ის რომ არ შევიდა არც ეს ძალიან დიდი ძალისხმევით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეს მოერთებული დავასრულებ რომ ზუსტად მივხვდეთ ახლა სად მივიდნენ ესენი და ხაზარაძე ჯაფარიძის საქმეზე ვილაპარაკოთ ნახეთ ყველაზე დიდი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილის მე თქვენს ეთერშიც არაერთხელ მელაპარაკია ამაზე ეს პრობლემა მას აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან ეს არალეგიტიმურობა და ლეგიტიმაციის პრობლემა მოქმედებს მის სანქციებზე და შემდგომ სანქციებზეც რაც პირდაპირ ეხება მის ფულს და მისთვის ერთადერთი საზრუნავი არის რომ ლეგიტიმაცია რაღაცნაირად ამ პროცესს შესძინოს და რაღაცნაირად ევროპელებთან დაალაგოს მათ შორის ის ელაპარაკება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე მე თქვენს ეთერში ვილაპარაკე ესეც ისე რომ აგერ არის ნახეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შეუძლია ჩემოვიდეს ოპოზიციას, ოღონდ ეს იმ ფონზე ახლა არ დაგაბიწყდეთ თქვენ, როდესაც ევროკავშირმა და ევროკავშირის ბოლო რეზოლუციას თუ ნახავთ, პირდაპირ წერია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული და არ არსებობს ამ ქვეყანაში არჩევნები. ხო და ამაზე მათი კონტრშეკითხვა შესაძლებელია ძალიან მე ამიტომ რატომ არის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ლეგიტიმაციის მიცემა პარლამენტის ვერ მიხდება მაყურებელი ნახეთ. ეხლა
როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან დაიწყო ესე საუბარი და როდესაც ვიცით რომ მისი ყველაზე დიდი პრობლემა არის ეს ლეგიტიმაცია რა უნდა გააკეთოს და რას გააკეთებდა ბიძინა ივანიშვილი? აი თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილი იყო, ღმერთმა დაგეფაროთ, ან მე რო ვიყო ბიძინა ივანიშვილი, ხო? რა, აგერ მოდის მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეგრეთ წოდებული. მას ჭირდება სიტუაციის ნორმალიზება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. მისი პოზიცია არის ესეთი, რომ აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შემოდით ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და დადეთ ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი და რა შედეგიც დადგება, თუ თქვენ გაიმარჯვებთ პირობითად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მერე უკვე შეგიძლიათ დანარჩენზე ვილაპარაკოთ. ეხლა რეალურად რა ხდება? რეალურად ხდება ის, რომ არანაირი შანსი იმისი იმპიცესკო რომ მის ხელშია ბოლო არჩევნებზე რაც ატრიალა. მე ეხლა აი ამ კამპანიაში შემიძლია უკვე გითხრათ რომ პირადობის მოწმობის აგროვება უკვე დასრულებული აქვს. მაგალითად სამეგრელოში, ქართულ ოცნებას. არც ერთი ბრიფინგი არ მინახავს არც რელოსი და არც გახარიასი ამ თემასთან დაკავშირებით, ხო? მოსყიდვების დაწყებული აქვს, მათ შორის დაშინებების დაწყებული აქვს და ასე შემდეგ. როდესაც არც ერთი სტრუქტურა არ არსებობს, როდესაც არ არსებობს შანსი იმისი რომ მიახლოებული სამართლიანთან მიახლოებული არჩევნები ჩატარდეს, რა მოტივაცია უნდა კონდეს და ამ პროცესში ვინ უნდა იგებდეს? ისევ ხუხაშვილს დავესესხები, მან თქვა რომ ეს იქნება და მომისმენია კიდეც არჩევნებში მონაწილე და მათი მხარდამჭერებისგან აი რა მოტივაცია. გაგვიყალბეს, ეს იქნება დამატებითი იმპულსი იმისა, რომ გამოვიდეთ და ვთქვათ რომ კიდევ ერთხელ გააყალბეს და ეს უკეთეს შემთხვევაში არის სისულელე. უარეს შემთხვევაში აქვს საქართველოს მოქალაქეობა უნდა დაარქვან მაგას სახელი. იმიტომ რომ ამაზე უფრო მკაფიოდ როგორც ეს ბოლო არჩევნებზე ითქვა მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. ეს არგუმენტი უბრალოდ არის რაღაც თითიდან გამოწვეული. ამ არჩევნებს არ აკვირდება არავინ, არც შიდა არასამთავრობო NGO-ები, რომელიც ბოლომდე მოკლულია, არც EUTHODIRI, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. აი, რა გაყალბებაზეა საერთოდ საუბარი და რა დამატებით უფრო მეტი ლეგიტიმაცია ამერიკა არ აღიარებს, ევროპა არ აღიარებს, უფრო მეტი ლეგიტიმაცია ამის არ არსებობს. ეხლა რა შეიძლება ამან გამოიწვიოს? ემა ძალიან კარგად ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა სასარგებლოდ იმისთვის, რომ ლელო როგორც პოლიტიკური პარტია მოეკლა, როგორც ჯაფარიძე და ხაზარაძის ავტორიტეტი გაენოლებინა ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან გაუჭირდება ერთსაც და მეორესაც დღევანდელი შეწყალების შემდეგ და հարწმუნ საქართველოს მოქალაქეები, რომ ისინი გარიგებული არ არიან ამ პროცესში. აი მე შთაბეჭდილება მრჩება როგორც რიგით საქართველოს მოქალაქეს, რომ ძალიან დიდ ვაჭრობას უყურეთ, აი ეს პირდაპირ ეთერში ჯერ დაიჭირეს, შემდეგ გაათავისუფლეს და თან პირდაპირ თქვა ყაველაშვილმა, რატო გაათავისუფლა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა ეს, როდესაც არჩევნებზე ვსაუბრობ და ზუსტად ეს იქნება ფრაზა, ისინი რითაც ისინი ილაპარაკებენ კონკურენციის პირობებში ჩატარდა არჩევნები. რა თქმა უნდა, რომ ამით ილაპარაკებენ ისინი მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ამით ილაპარაკებენ ნახეთ ყველასთან. ხაზარაძე და ჯაფარიძე რას მიიღებენ აქედან? თუ კი არჩევნებში არ გამარჯვებენ. ხაზარაძე და ჯაფარიძე უშვებენ ზუსტად იმ შეცდომას, რაც 13 წლის განმავლობაში ოპოზიციამ დაუშვა არაერთხელ და სხვადასხვა დააკვირდით, ყველა ვინც მესამე ძალა დაირქვა, ყველა იგივე შეცდომას უშვებს, ყველას იგივენაირად სრეს შემდეგ ბიძინა ივანიშვილი. და რატო? იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით მათ აკლდათ პრინციპულობა და ყოველთვის როდესაც რეჟიმს ეჯახებიან, მაშინ ყოველთვის ცდილობენ, რომ საკუთარი თავის გადარჩევის გამო გონიათ, რომ რეჟიმთან კომპრომისის წასვლა არის ის, რაც მათ რაღაცას გადაარჩენებს. ამ შემთხვევაში ისინი ზუსტად ისე დახარბდნენ ოპოზიციაში პირველობას, საკრებულოში 2-3 წევრის შეყვანას, იქ რადგან ეხა ყველაზე მეტი ფინანსური შესაძლებლობა მათ აქვს პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაღაცა ტელევიზიებში გავლენებია და ასე შემდეგ, წარმოიდგინეს, რომ შესაძლებელი არის, რომ აქ ეხა ის გამოვა ქართული ოცნება აგერ ნაცნობ მოძრაობას აკრძალავს, ველს მოასუფთავებს და იქნება ეხა იტივტივებს რა რაღაცა რამდენიმე წელი 10 წელი ეხა მამუკა ხაზარაძე მზად არის და ბადრი ჯაფარიძე რომ იყვნენ კაცო ოპოზიციაში და ოდესმე რომ ამოყირავდება მე ბიძინა ივანიშვილი რაღაცა იქნება. რეალურად სისტემური ოპოზიცია ეს არის. მაგრამ აქ ძალიან მწარედ ცდებიან, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ყველას გამოიყენებს, ყველას და მე იგივეს ვამბობდი გილაურის შემთხვევაში თქვენს ეთერში. ყველას გამოიყენებს მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის განადგურება მისთვის რატო არის ნომერ პირველი ამოცანა? იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ გატეხა და ვერასოდეს ვერ იყიდა ნაციონალური მოძრაობა. გამოიყენებს გამოყენება უნდა თქვენს გასანადგურებლად. ნახეთ, ორი ლეგიტიმაციის შესაძენად პირველი რომ ამ არჩევნებით შეიძინოს ლეგიტიმაცია და საერთაშორისო არენაზე მას ადამიანები ელაპარაკებოდნენ და ამის რისკი დადგება. ეხლა სირაქლემის პოზიციაში ხარ ვიქნებით ამ ყველაფერში დადგება ამის რისკი და 4 ოქტომბერს ჩვენ რეჟიმის დასრულებას თუ ვერ შევძლებთ, მე დარწმუნებული ვარ, შევძლებთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევძლოთ, ეს ჩვენზეა მხოლოდ დამოკიდებული.
ეგ რეალობა ჩვენ დაგვიდგება. უბრალოდ მე ძალიან გვიანი იქნება და ამ ყველაფერში ხა ნებით გააკეთეს, უნებლიეთ გააკეთეს, მე არ ვიცი, შემთხვევითობისას ნაკლებად ჯერა, მაგრამ ამ ყველაფერში რომ თავი გაყო ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საკუთარი სრული დროითაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, ეს ცხადია, მით უმეტეს, ემა თუ გეყოლებათ, იქნებ კითხოთ რომელიმე მათგანს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ანუ უბრალოდ იქნებ კითხოთ რომელიმე მათგანსაც, ჩვენი ტელევიზიის. იქნებ რომელიმე მათგანსაც კითხოთ. თვითონ ხო პირად საუბრებში ამბობენ, კაცო, ესე ძალიან ღიად, რომ ვერც ერთ ქალაქს ვერ გამოგლეჯენ, რომ 2 და 3 საკრებულოს წევრზე არის მარტო საუბარი, რომ იმაზე არის საუბარი. ბიძინა რას იზამთ, იცი? არანაირი 80-90% არ დაიწერს. ბიძინა 60-40 დაიწერს, 70-30 დაიწერს, დანარჩენს დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. დანარჩენს განაწილებს ამ სხვა ოპოზიციას შორის, ლელო, გახარია, იაგო, იქ სხვა დამოუკიდებელი კანდიდატებია კიდე დაყენებული, რომელიც ქართულ ოცნებასაც შექმნის ფარს მერე დაждდება და იტყვის, რომ რა საპარლამენტო არჩევნები ხალხო? აგერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო, ხალხი ციხიდან გამოვიში, პოლიტიკური ლიდერები, დემოკრატი როგორ არა ვარ ხა რა, იქ ვინმეზე ნაკლები ვარ? თქვენს ასე ვთქვათ პოლიტიკურ თქვენს მიერ დაგეგმილ პოლიტიკურ პროცესს, ხო? 4-ში რა რესურსი აქვს, რომ აი მოვლენების განვითარების ამ სცენარს რაღაცნაირად შეუშალოს ხელი? აი პირდაპირ შეგიძლიათ? მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 ოქტომბერს 8 საათზე, როდესაც კიდევ ერთხელ გადაახევს ბიძინა ლელოსას და გახარიასაც საარჩევნო უბნებს, კიდევ ერთხელ თავზე გადაახევს და ბოლომდე გააბანძებს, კიდევ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე დაინახავს იმას, რაზე ჩვენ ვსაუბრობთ. 13 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა არასოდეს პროგნოზებში არ შემწდარა. არასოდეს. ეხლა ხარდაჭერები გამოვლენ და შემოუერთდებიან თქვენს აქციას. ხარდაჭერები ხა ლელოზე უკაცრავად ლელოს ლიდერებმა დატოვეს ლელო ეხა იქ რა ვიცი რამდენი დარჩა. კიდე ხო გვახსოვს მაგ პროცესების შემდეგ და ეს ხარდაჭერები კიდე ცალკე ეგ ხარდაჭერების რაოდენობა ეხა კიდე ცალკე ამბავი არის ამ მოვლენების შემდეგ საერთოდ რა შერჩათ ისიც კაცმა არ იცის მაგ ამბავში. მაგრამ მე ვიცი ერთი რომ საქართველოს მოქალაქე რეალურად ეს პროცესი არის ძალიან კარგი და მე ამით დავიწყე. არის ძიმე, მაგრამ არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს თუ რამით იგებდა და ამდენი ხის განმავლობაში იძლებდა, არის ის რომ ყოველთვის პოლობდა ტროას ცხენს ოპოზიციაში. ამიტომაც სანამ რაღაცებს თავისი სახელი არ დაერქმევა, მანამდე ყოველთვის შეძლებს ბიძინა ივანიშვილი ესე ადამიანებით მანიპულირებას და ადამიანების ვაჭრობას. ხაზარაძის პოზიცია მინდა აუცილებლად შეგახსენო, მან თქვა რომ ყოველს თავისი გზა აქვს ხომ მოქმედების, ჩვენ ყოველს ერთი მიზანი გვაქვს და ამაში ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალოთ. რეალურად აი ეს ურთიერთდაპირისპირება, ემა არ არის ეს ურთიერთდაპირისპირება, ძალიან არასწორად ვამ კითხვას. მარტო თქვენ კი არა, ზოგადად. აი რას ნიშნავს? ანუ ადამიანი თქვენ აი რო ხედავდეთ ადამიანი ერთი წუთით რა ამტორობა წერი ერთი მყავს მე რუსული ოცნება და რუსეთის სხვა მტერი მე ამ ქვეყანაში არ მყავს ეს ერთი მტრობა რას ნიშნავს ადამიანი რო ხედავს რომ შეცდომას უშვებს და ღალატობს პროცესს და ღალატია პროცესის რასაც აკეთებენ თქვენ გაჩუმდებით შეცდომა უნებლიე შეცდომა კომპანიაში არა უნებლიე შეცდომა რას ნიშნავს მილიონერები არიან ეხა ჭკვიანი ხალხი არიან ისე ხო არ მიუწევიათ მაგ ყველაფერს კაცო სულელებიან არ არიან ნამდვილად არც ბაისწერ მამუკა ხაზარაძე და არც ბადრი ჯაფარიძე ხარა დაჩი ბერაია მამუკა ხაზარაძე რომ ვერ მიხვდეს ეხა რას აკეთებს რას მეუბნებით არა მაქვს ეგეთი წარმოდგენა არც მამუკა ხაზარაძეზე არა მაქვს და არც ბადრი ჯაფარიძეზე არა მაქვს ეგეთი წარმოდგენა რომ სულელები არიან ეხლა და ვერ ხვდებოდნენ რა პროცესში არიან შესული ან ვერ ხვდებოდნენ იმას ეხლა რას უправებენ ამ არჩევნებში მონაწილეობით რაც არ უნდა იმ ენითი ლაპარაკონ ეხლა რასაც ლაპარაკობენ ეხლა ეს ხო ფაქტი ხო ერთი დადგება ემა ამ პროცესიდან ვინ მოიგებს თავი დავანებოთ ეხლა 4 ოქტომბრის აქციას ამ პროცესიდან ვინ მოიგებს როდესაც 8 საათზე უბნები დაიხურება მოიგებს ქართული ოცნება საერთაშორისოებთან ვინ მოიგებს მაინტერესებს მოიგებს მხოლოდ ქართული ოცნება რა სიტყვის საერთაშორისო არა ურთიერთდაპირისპირება რა შუაში ურთიერთდაპირისპირება ხო კონკრეტულ საფუძველზე წარმოიშვა ანა კონკრეტულ საფუძველზე წარმოიშვა ხა ახარ მივიდივარ სიღრმეებში აი ამ განსხვავებული არ ვიცი პოზიციები არა განსხვავებული პოზიციები არ არის ეს არის აი ნახეთ განსხვავებით თქვენ მეუბნებით ისეთ რაღაცას რომ ადამიანი რო ხედავს რომ პროცესს ღალატობს არა ამაზე არ თქვა რომ ეს არის თქვენ რომ თქვენ რო ტელევიზიაში არა ნახეთ თქვენ რო თქვენს ტელევიზიაში არ ვიცი თქვენი პროდიუსერი თქვენი კოლეგა რომელთან ერთადაც ამ ბრძოლაში ხართ ნახულობდეს რომ რუსებთან არის შეკრული ნახეთ ძალიან ვუტრირებ ეხლა მაგრამ ესე ვიძახი ხო აი რუსებთან არის შეკრული ანუ თქვენ რომ ამ ადამიანს გაემიჯნოთ თქვათ რომ ეს ადამიანი არის არასწორი ეს დაპირისპირება იქნება ეს ფაქტი რაღაცა გინდა კოცების არჩევნებში ნახეთ ერთ წუთით ამას მეტი მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძე შეკრულია ბიძინა ივანიშვილთან ეხლა როგორ რაღაცას ამბობთ იცით რომ ანუ ძალიან ბევრი პარალელი მახსენდება საქართველოს ისტორიიდან აი ისეთი დაახლოებით ეხლა რომ აი რა ვიცი
ლიპარიტ ბაღვაშზე რომ ის მოითხოვოთ ახლა მტკიცებულება დაახლოებით ესეთ რაღაცას ამბობთ ახლა. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გვინდა? ახლა ძალიან მარტივი კითხვა დავსი. 4 ოქტომბრის არჩევნებით ყველა მხრიდან ვინ მოიგებს თქო მარტო საარჩევნო უბანზე არ გულისხმობ. მხოლოდ ქართული ოცნება თქო თუ ამ პროცესში მონაწილეობ და გიჟი თუ არა ხარ და გარიგებ ხარ მე რა ვიცი ტრანზაქცია სადიჟდა ვინ რამდენი გადაურიცხა მამუკა იმას რა ქვია ხაზარაძეს თუ ბიძინა ივანიშვილთან ერთ ოთახში იჯდა და რამეზე ილაპარაკეს საერთოდ არ მაინტერესებს ემა საჯარო პოლიტიკაში დასკვნები კეთდება იმით რა ხდება საჯაროდ ხო საჯაროდ რაც ხდება არის ის რომ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და იმის გამო რაც ყაბელაშვილმა თავისი პირით თქვა რომ ამ არჩევნებში ვიღაცას კითხვის ნიშანი არ დაჩეს ორივე დანარჩენი ჩატოვა ციხეში და ეს ორი ადამიანი გამოუშვა გარეთ და ეხლა რა იყო ამის ფასი ეს საერთოდ არ არის ჩემთვის საინტერესო რა არის კიდევ ჩემთვის ძალიან საგულისხმო მიუხედავად იმისა რომ საკუთარი პოზიცია ხაზარაძემ და ჯაფარიძემ რომ რჩებიან არჩევნების რეჟიმში იქვე ციხის კართან ორი წუთის გამოსწორება იმისი რომ ეთქვა რომ არ აძლევენ შანსს არც თქვენი კოლეგა ოპოზიციონერი მაგალითად ნიკა გვარამიას თქონდა პოსტს მე გეტყვით ნიკას შეიძლება უბრალოდ ციხეში ცოტა გვიან მიდის ხოლმე ინფორმაციები და ალბათ ეგ ბრიფინგი არ ქონდა ნახ ჩემი აზრია ეს არ ვიცი ხა ასე ისა იმიტომ რომ იმ განცხადების შემდეგ მე ვფიქრობ რომ არანაირ მოწოდებას უკვე მე გულწრფელად რო გითხრათ დილით რო გავიგე შეწყალებაზე უკვე იქაც გასაგები იყო რომ არანაირ მოწოდებას არანაირი აზრი არ ქონდა მაგრამ ნუ მესმის კოლეგებისაც რომ მოუწოდოს ადამიანი რომელიც მაგაზე მითხარით აი რა უნდა გაეკეთებინა არა მე არ ვიძახი რომ რადიატორზე უნდა მიიბან თავი და არ გამოსულიყვნენ ციხიდან თქო ამას არ ვიძახი ამა თვითონ ჩაიგდეს საკუთარი თავი იმაში რომ ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა აი ესე რა ვიცი ფეხი შეიწმინდა ერთზეც და მეორეზეც არ უნდა შეყოლოდნენ ამ ამბავში თქო ამას ვიძახი თორე რო შეიწყალა მე ხა მარტა იქ ხوار ჩაჯდებოდნენ და რადიატორზე ხო არ მიიბამდი კაცო თავს თვითონ შეყვნენ აი ამ პროცესში ისე რომ ბიძინა არ ვიცი ან პირდაპირ გარიგება იყო მათ შორის კიდევ ერთხელ ვიზახი ამას ან თვითონ არც ერთ შემთხვევაში ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ორივე შემთხვევაში ერთიც ლელო მთელი თავისი საქმიანობით ლელო არის არასანდო პარტნიორი რომელმაც დააზიანა მთელი ეს პროცესი და რუსულ სპეცოპერაციას უправებს ქართულ ოცნებას ამიტომაც საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ საიდან დაიწყო თქო ხისტი პოზიცია რო ქონოდა არჩევნების არ შესწავლასთან დაკავშირებით რომ მეთქვა რომ არ ვიზამ მე ამას ხო ესე შემთხვევაში ვერ იზამდა იმას რაც გადა არავინ არ შეწყალებდა საქმე შეწყალებდა თანხებით უფრო მეტიც ემა დღეს რომ გამოვიდნენ ეხლა მე ვკითხავდი ჟურნალისტის ადგილას უკაცრავად მაგრამ იქ რომ პარლამენტის არალეგიტიმაციაზე გველაპარაკებიან მისივე პარტნიორთან ვისთანაც მემორანდუმი აქვს გაფორმებული აპასუხები აქვს გასაცემი მანდატებთან დაკავშირებით გამოვიდა და თქვა რომ მეო ამ მანდატებს შეიძლება გამოვიყენო დაუშვა ამის შესაძლებლობა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათგან ეს პასუხი გავიგო და ისეთ პროცესში არიან აქ შესული ემა ძალიან მწყინს, აი გულწრფელად და ადამიანურად რო გითხრათ, გახარიასთან არა ლელო იყო ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც მე გულშემატკივრობდი ამ ეგრეთ წოდებულ შუაშისტურ ველზე, გულწრფელ იციან ეს თვითონაც და არაერთხელ მე მაგათთან ამაზე კომუნიკაცია მქონია და უფრო მეტიც ამ გადაწყვეტილებას სანამ მიიღებდნენ, მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ადამიანი და აი რა ვიცი, ბოლო ორ კვირამდე ვიყავი მათ შორის ის ადამიანი, ვინც ასევე კიდე ვუთვლიდი და ველაპარაკებოდი, რომ არც ეხლა არის გვიანი ხალხო არ გააკეთოთ ეს ამბავი, იმიტომ რომ გულწრფელად მჯეროდა რომ ლელოს ქონდა ეს პოტენციალი, რომ აი მაქსიმალურად ძლიერი და ძლიერი ლელო იქნებოდა ძლიერი პარტნიორი მათ შორის ოპოზიციისთვის, მაგრამ ეხლა საკუთარ ძმას ვერ გავუправებ ბოდიში ამ სიტყვისთვის, იმას რაც გააკეთეს ემა და ძალიან დარწმუნებული მინდა ამაში ვიყო, იმიტომ რომ ქართულ პოლიტიკას ძალიან ბევრი რაღაცა შეუზელია მათ შორის და ძალიან დარწმუნებული მინდა იმაში ვიყო, რომ ამის ფას აუცილებლად გადაიხდიან პოლიტიკურ წრეებშიც და აუცილებლად გადაიხდიან აურჩეულშიც, მაგრამ რაც ყველაზე ცუდია, ამის ფას საქართველოს გადაიხდის საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ აი ამ პოზიციით ბრძოლა ბევრად უფრო რთული ხდება რეალურად, რომ ეს გაუგებრობა, რაც თქვენ თქვით ოპოზიციურ პლანზე არის რომ რჩებათ, რომ იგივე 4 საქართველოს მოქალაქეები დაივიწყეთ, ხელი შეუშალოთ აი ამ საქართველოს პოლიტიკაში და ოპოზიციაში ქოცები რა ნაგავიც არიან, ვიცით, ოპოზიციურ სპექტრში თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ. არასოდეს არ ედოთ იმ ადამიანებს, ვინც აი ეხლა უბრალოდ უყურებთ ამ პროცესს და ხან ლელოს ცდილობს გააправოს და ხან გახარიას მანდატები შეიძლება ცდილობს გააправოს. არასოდეს ამ ადამიანებს არ დაუჯეროთ. ენდეთ იმ ადამიანებს, ვინც გეუბნებათ, რომ თქვენ ხართ ძლიერი, რომ
საქართველოს მოქალაქეები არიან ძლიერები, არიან თავმოყრები, რომ რეჟიმის დამარცხება შეგვიძლია ერთად დგომით. მთავარი არის საზოგადოების ერთობა. დღეს ეს ერთობა თუ ნახეთ 4 ოქტომბრის ირგვლივ შედგა, მათ შორის სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ბრიფინგით და ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეები გაერთიანდნენ 4 ოქტომბერს და საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც ჯერა რეჟიმის დამარცხების 4 ოქტომბერსვე დაასრულონ ეს რეჟიმი. მადლობა ანა, გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანა წითლიძეს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს უსმენდით. რეკლამის შემდეგ ანა გოგოლაძე და გიორგი სიორიძე შემოგვიერთდებიან. მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. რა თქმა უნდა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ შეფასებებს და გამოხმაურებებს მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან შეიწყალა ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. თუმცა იგივე მუხლით გასამართლებული 6 პოლიტიკოსი კვლავ საპატიმროში რჩება. ასევე ძალიან მაღალი იყო ინტერესი თუ რას ფიქრობდნენ ისინი ციხეში ხაზარაძე ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას გამოხმაურება გვაქვს ამ ეტაპისთვის, სადაც ის ამბობს, რომ არავის ურჩევდი ბიძინას მიერ დამცირებულთა გაერთიანებაში ყოფნას, ეს დაღუპვის უმოკლესი და უტყუარი გზაა. ლელოს გამოსავალი ჯერ კიდევ აქვს, ეს არის არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციიდან გამოსვლა. ანა გოგოლაძე კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამიას თანაპარტიელია ჩვენი გადაცემის სტუმარი. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანა წითლიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს არის რადგან ციხეში დაგვიანებით აღწევს ინფორმაცია, ეს არის დაგვიანებული რეაქცია შეიძლება ასე ითქვას და ჯერ კიდევ მოლოდინი და იმედი ნიკა გვარამიასი, რომ შესაძლებელია ლელოს ლიდერებმა გადაიფიქრონ არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ვიცით მათი საბოლოო პასუხი დიდხანს არც უფიქრიათ იქვე საპატიმროს კართან დააფიქსირეს, რომ ისინი მიუხედავად ყველაფრისა რჩებიან საკუთარ პოზიციაზე. თქვენც ფიქრობთ, რომ აღარ უნდა გქონდეს ოპოზიციურ ფლანგს, წინააღმდეგობაში მყოფ ოპოზიციურ ფლანგს მოლოდინი იმისა, რომ ლელო გადაიფიქრებს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება ბუნებრივია ძალიან სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამ შემთხვევაში ყაველაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთადერთ რამეზე მეტყველებს, რომ ლელოს პოლიტიკური პოზიციონირება, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ კრიმინალურ პროცესში გადაწყვეტეს გახარიას პარტიასთან ერთად ტანდემში შესვლა. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის, ანუ რუსული რეჟიმისთვის, ყაველაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ილუსტრაცია მოხდა, რომ აღარ წარმოადგენენ აღარც წინააღმდეგობაში მყოფ პოლიტიკურ სუბიექტს და აღარ ცვლილებებისათვის მებრძოლ პოლიტიკურ პარტიას და ეს გამოჩნდა ყაველაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილებით. ანუ ისინი აღარ არიან საფრთხე რუსული რეჟიმისათვის. ანუ ისინი აღარ არიან ოპოზიცია. დღეს ლენე ხოშტარია საუბრობდა, რომ ის ნამდვილ მისი მოწოდებაც სწორედ აი ამ პათოსის იყო, რომ დარჩნენ ნამდვილ ოპოზიციაში. ანუ შესაბამისად თუ ნამდვილი ოპოზიცია არ ხარ, რა ქვია ასეთ ოპოზიციას? ნამდვილ ოპოზიციაში ყოფნა დღეს გადის წინააღმდეგობის ხაზზე, ხო? წინააღმდეგობაზე გადის. არჩევნები, რომელსაც თავად ამ ვითომ არჩევნებში მონაწილე პარტიული სუბიექტები გახარიაზე მაქვს საუბარი, ინტერვიუ რომელიც მისცა მან ბოლოს და ასევე წინასაარჩევნოთ ეგრეთ წოდებულად მიცემულ მათ მიერ დაბრიფინგებულ ამბებზე ისინი манипуляციურს უწოდებენ ამ არჩევნებს. манипуляციური არჩევნები რას ნიშნავს? манипуляციური არჩევნები ნიშნავს გაყალბებულ არჩევნებს, სადაც დიდია ჩარევის, ხო, ეფექტი და როლი. манипуляცია მაგაში ნიშნავს შედეგებით იმ არჩევნებში შესვლა, სადაც კობახიძე წინასწარ აანონსებს თბილისის საკრებულოში რამდენ ადგილს აიღებენ. კობახიძე კი არა, რიგით მაწევრებმა იციან, რომ 40-ზე მეტი ადგილი აქვს წინასწარ კალკულაციაში, ხო? შესაბამისად, ვინც აი ესე წინასწარ გათვლილ, დაალაგებულ, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში აპირებს შესვლას და გადაწყვეტილი აქვს და თავს ოპოზიციად მიიჩნევს, ყაველაშვილის გადაწყვეტილებითაც გამოჩნდა, რომ რეალურად სისტემასთან თანამშრომლობაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები არიან სისტემური მოკავშირეები რუსული რეჟიმის და შესაბამისად
რასაც ოპოზიციონერობა ქვია და ბრძოლა ქვია რეჟიმის წინააღმდეგ, ძალიან კატეგორიულები ხომ არ ხართ, როდესაც აი მაგალითად ლელოს უკვე გახარიასთან ერთად უწოდებთ სისტემასთან თანამშრომლობაში, ან ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაში მყოფ, არ ვიცი, სისტემურ ოპოზიციას. მათი არგუმენტია, რომ ისინი წინააღმდეგობაში ვერ ხედავენ ვერანაირ პერსპექტივას. მეტიც არანაირი კონკრეტული გეგმა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციურ ფლანგს არ აქვს. ამავე დროს ვხედავთ, რომ იგივე ეგრეთ წოდებულ რვიანში არის გარკვეული წინააღმდეგობები, დაპირისპირებები, იქაც ერთმანეთში ვერ გარკვეულან ვინ რა პოზიციაზეა, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. ამ 8 პროდასავლურ პარტიას ჰქონდა ერთი ძალიან მკაფიო ამოცანა 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული არჩევნებისათვის. ამ 8 პარტიის გაერთიანების ერთადერთი მიზანი იყო, რომ არ შევსულიყავით და არ გვეთანამშრომლა რეჟიმთან, არ შევსულიყავით ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებში. შესაბამისად, იქ არანაირი დაპირისპირება ამ საკითხთან დაკავშირებით, რა საკითხის ირგვლივაც ვიყავით გაერთიანებული, არ არსებობს რეალურად, ხო? ეხლა შეეხება ლელოს და გახარიას, რომელიც ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, არა როგორც ოპოზიციაში ყოფი პარტიისათვის, რომლის ლიდერების, აი მაგალითად ხო დღეს ნიკა მელიას რაც გაიტაცეს, ნიკა მელიას გატაცებიდან შესრულდა 100 დღე. 100 დღე არის გასული და ჩვენ კადრებიც არ გვაქვს გამოძიება არ არის დაწყებული მის გატაცებასთან დაკავშირებით და ჩვენი კოალიციის 4-ვე ლიდერი, ნომერი 4, რომელიც არ გარიგდა, ჩვენი კოალიციის 3 ლიდერი ზის ციხეში რეჟიმთან არ თანამშრომლობის გამო. და ახლა გახარია, რომელიც გერმანიაში არის გახიზნული და რაღაცა ცირკად წოდებულ და კრიმინალურ სპეცოპერაციად წოდებულ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში შესული პარტიის ლიდერები გვესაუბრებიან, რომ თურმე აქეთ მყოფ, ბრძოლაში მყოფ, წინააღმდეგობაში მყოფ, არ თანამშრომლობაში მყოფ და ელეგიტიმაციის პროცესში, ქართული ოცნების ელეგიტიმაციის პროცესში მყოფ პროდასავლურ პარტიებს, რომლებმაც დიდი ფასი გადავიხადეთ, რა არის ეს ფასი, ხო? ჩვენი კოალიციის ლიდერები ციხეში. უარი თქვით საპარლამენტო მანდატებზე პირველი ვიყავით. უარი თქვით საპარლამენტო დაფინანსებაზე. არ ვიღებთ ლელოძლიერ საქართველოს, არის. არ ვიღებთ მონაწილეობას საკრებულოს არჩევნებში, ხომ რეალურად. ყველაფერზე უარი გვაქვს ნათქვამი, რამაც შეიძლება პარტიულ სუბიექტებს სიცოცხლის უნარიანობა შეუნარჩუნონ ფინანსური და ინსტიტუციური თვალსაზრისით ვამბობთ, მაგრამ პარტიის სიცოცხლის უნარიანობა რეალურად ეხლა ცოტა შორმანძილზე რო გავიხედოთ, ჩვენი პრობლემა პოლიტიკური სპექტრის ეგ არის, ყოველთვის ეგ იყო, მე ესე მგონია, რომ ჩვენ არ ვიგეგმებოდით გრძელვადიან პერსპექტივაში. გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლის ხაზმა რო გაძლოს. მაშინ, როდესაც საგარეო ფაქტორები რო დააწვება რუსულ რეჟიმს აუცილებლად არაცდებათ მათ მორიგის სანქციები, ხომ? არაცდება სამწუხაროდ ამ ქვეყანას უვიზო რეჟიმის შეჩერება, ხომ? და ძალიან მძიმე კიდევ ფინანსური სანქციები, აუცილებლად დაფინანსებები რო შეჩერდება, გრანტები რო შეჩერდება. ამის ფას მოსახლეობა გადაიხდის, ხომ? აუცილებლად ქვეყნის შიგნით უნდა იყვნენ ის პოლიტიკური სუბიექტები, დასავლური სუბიექტები, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში სანამ პროტესტი იყო, ხომ, შეინარჩუნეს პრინციპულობა, შეინარჩუნეს გულწრფელობა, შეინარჩუნეს თანმიმდევრულობა და უერთგულეს იმიდიას და იმ ფორმულას გამარჯვებისას, რისიც სჯეროდათ და ამ გამარჯვების ფორმულაში ჩვენ მარტო კი არ ვართ, ხალხიც ასე მიიჩნევს. ხალხს დღეს რო ვკითხოთ ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას, ხომ რეალურად კვლევები იყო. ამ კვლევების მიხედვით ოპოზიციურად განწყობილ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები თავად რომლებმაც ჩაატარეს, ხომ? 50%-ზე მეტი მათივე ამომრჩეველი და ოპოზიციურად განწყობილია. ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივან მეტიც ისინი ამბობენ, რომ ამ სიტუაციაში ურთიერთ თავდასხმით კი არ უნდა იყოთ დაკავებული, არამედ ერთგვარი მორატორიუმი უნდა ქონდეთ გამოცხადებული. მეტიც დღეს ერთ-ერთი წარმოადგენელი ლელოსი საუბრობდა, რომ ახლა მეორე ოპოზიციური ფლანგიდან საკუთარ ამომრჩეველს უნდა მოუწოდებდნენ, რომ მოვიდნენ საარჩევნო უბანთან და სწორედ ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას მისცენ ხმა და მხარი დაუჭიროს. მე მახსოვს ეს პარტიები რომ იძახდნენ რომ არანაირ არჩევნებში მონაწილეობას არ უაპირებთ სანამ ამ ქვეყანაში არ ჩაინიშნება რიგარეში საპარლამენტო არჩევნები და სანამ პოლიტპატიმრები არ იქნებიან თავისუფლები. შესრულდა არ შესრულდა. ამას ხედავენ სხვათა შორის აი დღეს ვუსმენდი ადგილობრივ არჩევნებს ხედავენ როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტს აი ამ ორი მიზნის მისაღწევად. არ ვიცი როგორ ამას ვკითხავ აუცილებლად როცა სტუმრები. აი გიორგი გეყოლებათ ჩემს მერე ხო? ის თესკოს წევრი არის. როგორ აპირებენ ძალიან მაინტერესებს მოქალაქეების არჩევანის დაცვას. მაშინ როდესაც გამოდიან
არჩევნებამდე 2 თვით ადრე და ამბობენ უკვე წუწუნებენ იმაზე, ხო, რაც რეალობაა და მოცემულობაა, რაც ყველამ ვიცით, რომ ქართული ოცნება მათ დაკვირვების შესაძლებლობასაც არ მისცემს. ამ არჩევნებს არ დააკვირდება მათ შორის არც EUTO, არც არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი შეცვლილი წესების მიხედვით დამკვირვებელს, ადგილობრივ დამკვირვებლებსაც კი არ ექნებათ იმ ყუთებთან მისვლის შესაძლებლობა, ხო? აი ამ ტექნიკურ ნაწილს რო თავი დავანებოთ. მათ შორის გახარიას პარტიამ თქვა, რომ იგი ლეგიტიმაციის მიცემას არ აპირებდა პარლამენტისთვის და ჩვენ ნახეთ გამოდის და ამბობს, რომ არ გამორიცხავს. საერთოდ ეს ასეც იქნება შესვლას პარლამენტში, ხომ? აი ეს არის ყველაზე მძიმე, რეალურად ყველაზე მძიმე მათთვისაც პირველ რიგში, როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, სამწუხაროდ, მაგრამ მძიმე პროცესისთვისაც ეს აუცილებლად უნდა თქვა და მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ სამწუხაროდ ეს მერე ამას დრო დასჭირდება ამის დალექვას, მაგრამ სამწუხაროდ პროცესზე ჯერ ერთი ნიჰილისტურადაც იმუშავებს რაღაცა პერიოდის განმავლობაში, ხო? ლელოს და გახარიას ეს გადაწყვეტილება მოღალატეობრივი, ჩემი აზრით გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ვამბობ, ისინი ჯობია გულწრფელები ყოფილიყვნენ და ეთქვათ, რომ ეს მათ პარტიების გადასარჩენად სჭირდებოდათ, პარტიული სტრუქტურების შესანარჩუნებლად სჭირდებოდათ, ვიდრე დაპირებოდნენ. ნეგატიურად იგივე 4 ოქტომბრის აქციაზე შეიძლება იქონიოს გავლენა, მუხტი დააგდოს, იმდენი ადამიანი არ მოვიდეს პროტესტის გამოსახატად, აი რა როგორ შეიძლება თუ პირიქით 4 ოქტომბრის აქციას ექნება იმხელა ძალა და რესურსი, რომ შეგიძლიათ თქვენ შეუშალოთ ხელი, არ ვიცი, საარჩევნო პროცესს. არა, ამას ექნება ნეგატიური გავლენა რა მიმართულებით. მაშინ, როდესაც ვიძახით, რომ ხელისუფლება მიტაცებულია, არჩევნებს ყოველთვის აყალბებენ, ხომ ძირითადი საარჩევნო პრინციპები ყოველთვის დარღვეულია ამ ქვეყანაში. ეს ხალხი, რომლებიც 9 თვე შესულდა უკანონო პატიმრობაში არიან და ზოგს 2 წელი მიუსაჯეს და ზოგს 8 წელი მიუსაჯეს, სთავაზობდნენ სხვათა შორის პოლიტპატიმრებს, ხომ ბოდიშის მოხდა საპროცესო გარიგებებს, აღიარებას და მონანიებას და ამის სანაცვლოდ გათავისუფლებას, ხომ? მათ მიერ აი ეს განცხადებები პროცესს არ დააზიანებდა ნამდვილად ამ ბიჭებს, რომ ეს განცხადება გაეკეთებინათ, მაგრამ ისინი თავიანთ ღირსეულ პოზიციაზე დარჩნენ და ერთი ნაბიჯიც არ გადადგა. შეწყალება, მოდი ვიყოთ ობიექტურები, არ უთხოვია ყაველაშვილმა გამოაცხადა, რომ ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ეს იყო ყაველაშვილის განცხადება. უნდა მიემართათ, მათ არ მიუმართათ. მაგრამ მათ ისე უნდოდათ ქართული ოცნებისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ზიანზე საუბრობდით, ხომ? აი, რა ზიანს მიაყენებსო? ქართული ოცნებისთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიტაცებული ხელისუფლება შეინარჩუნოს, ეს არის, რომ მიიღოს რაიმე ფორმით აღიარება და ლეგიტიმაცია. გახარიას და ლელოს პროცესში შესვლა ნიშნავს აღიარებას ქართული ოცნების როგორც ხელისუფლების სამწუხაროდ, მასში, როდესაც ყველას ქვეყნის გარეთ აღიარებული აქვს და დეკლარირებული აქვს, რომ ესენი არ წარმოადგენენ დღეს ქართულ ხალხს და ამ ხელისუფლებას, ხომ? აი ამის ნორმალიზებას ემსახურება და ყაველაშვილის ეს გადაწყვეტილებაც ამის ყველაზე კარგი ილუსტრაცია იყო, რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს აბსოლუტურად, რომ პროცესი ნორმალიზება მოახდინონ. აი ამიტომ არის დამაზიანებელი და არა პროტესტის ფარგლებში. პროტესტი შედგება 13 სექტემბერსაც, რომელიც მიმართული არის ამ ქვეყანაში ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნებისკენ, ხო? და ამ 13 სექტემბრის საპროტესტო აქციის, რომელსაც აორგანიზებს 8 პარტია სამოქალაქო სექტორი, ხომ? ყველა, ვინც განწყობილი არის ამ ქვეყანაში და ბრძოლის წინა ხაზი არის, აორგანიზებენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში ევროკავშირი, ჩვენი დემოკრატიული წინსვლა, სამართლიანი, ეკონომიკურად გამართული, სოციალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება ვერ იქნება მანამ ქვეყნის სათავეში იქნება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და სამწუხაროდ ის სიკეთეები, რომელიც ამ 34 დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 34 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ, ხო? დიდი შრომის, ბრძოლის ფასად ვეღარ შენარჩუნდება, სანამ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება იქნება სათავეში, ამას ემსახურება 13 ოქტომბერით შედგება. 13 სექტემბერიც, 27 სექტემბერიც, 4 ოქტომბერიც აუცილებლად და ბრძოლა იქნება მანამდე, სანამ არ დასრულდება. დინები, ასე ვთქვათ, მოსახლეობაში კიდევ უფრო ღრმავდება, შეიძლება ასე ითქვას, ხომ? დღეინია და დღესაც ვნახეთ განცხადება, რომ 4 ოქტომბერი სახელდება როგორც ერთგვარი, არ ვიცი, მშვიდობიანი რევოლუციის თარიღი. დაანონსებულია, რომ 4 ოქტომბერს დაიწყება და დასრულდება ქართული ოცნება. აი კონკრეტული ასე ვთქვათ სამოქმედო ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ, ვინც როგორც ამ აქციის პოტენციური მონაწილეები, ასევე ამ აქციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები, ოღონდ ამავე დროს
ოპოზიციურად განწყობილი ქართული ოცნების მიმართ. ანუ აი რაც უფრო ცოტა დრო რჩება, მცირე დრო რჩება 4 ოქტომბრამდე, შეგეძლიათ თუ არა 4 ოქტომბრის აქციის არ ვიცი მონაწილეებს და ორგანიზატორებს მეტი სიცხადე შეიტანოთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რეალურად იმაზე მაინც თუ შეთანხმდით, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნება რაღაცა რადიკალური ცვლილებების, არ ვიცი, დასაწყისი თუ დასასრული, თუ ამაზეც იყო რვიანში ურთიერთდაპირისპირება, არ შეიძლება რაღაცა ყალბი თუ ფუჭი მოლოდინების აღძვრა მოსახლეობაში და ერთ კონკრეტულ თარიღზე გამარჯვების ჩამოკიდება. ცალსახად ჩვენი კოალიცია დღიდან ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 26 ოქტომბრის მერე დაიწყო უწყვეტი აქციები და წინააღმდეგობის ხაზი. მანამ სანამ ამ ქვეყანაში დადგებოდა 28 ნოემბერი, როდესაც კობახიძემ გამოაცხადა, რომ წყვეტდა იგი ევროკავშირთან ასოცირების პროცესს, ჩვენ მანამდე ერთი თვით ადრე სხვა პროდესალური პარტიებთან ერთად ეს საპროტესტო აქციების ტალღა უკვე დაწყებული ჰქონდა. და შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი კოალიცია იყო ყველგან, ყველა საპროტესტო მიტინგზე, სადაც ხალხის ნება იყო გამოხატული. ჩვენ 4 ოქტომბერს აუცილებლად შევუერთდებით კოალიცია, მაგრამ ჩვენ არ ვართ ამ 4 ოქტომბრის ორგანიზატორები, იმიტომ რომ და თქვენ ახსენეთ განხეთქილება. ეს განხეთქილების ამბავი არ არის, ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ხედვის ამბავი, ვის როგორ მიაჩნია პროცესის მიმდინარეობა რეალურად და ჩვენ მივეკუთვნებით იმ ტიპის პოლიტიკურ მოთამაშეებს, ვინც თვლის, რომ ამ შემთხვევაში ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანასაც, საპროტესტო ტალღასაც, ხალხსაც გამოცდილი აქვს იმედგაცრუების, ნიჰილიზმის, ხო, ესე წინასწარ ჩამოკიდებულ თარიღებზე რეალურად, რომ აი ახლა ვიწყებთ და აქვე ვამთავრებთ, ხომ? აი მუხტი შექმნა, მით უმეტეს 2 თვით ადრე, ხო, 2 თვენახევრით ადრე, ხომ? შესაბამისად, არ გვინდა რომ ეს მორიგი იმედგაცრუება იყოს, ესე წინასწარ ჩამოკიდებული თარიღის და დაპირების. ამას ხალხი განსაზღვრავს, ხო, რეალურად ეს ბიძგი ცვლილების მოდის ქვევიდან ზევით და არა ზევიდან ქვევით ამ შემთხვევაში. და შესაბამისად 4 ოქტომბერს აუცილებლად ვიქნებით იქ, სადაც იქნება ხალხი და იქნებიან პროდესალური პარტიები, მაგრამ ამ კონკრეტულად რა იგეგმება ამ დღესთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, იმიტომ რომ არ ვართ ამ საორგანიზაციო ნაწილში. თქვენ ახსენეთ, კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ მხოლოდ თქვენი, ასე ვთქვათ, კოალიციის 3 ლიდერი იმყოფება იგივე მუხლით. რა მუხლითაც საპატიმროში იყვნენ ხაზარაძე, ჯაფარიძე, ციხეში, თქვენ გამორიცხავთ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნებამდე, არ ვიცი, პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო პარტნიორებთან, ან თუნდაც დაანონსებული პროტესტის მუხტის დასაგდებად შეწყალების მორიგი აქტი, სწორედ დანარჩენი პოლიტიკოსების და მათ შორის თქვენი ლიდერების მიმართაც გამოსცეს, ანუ ამ შემთხვევაშიც ხომ არ მოყვება ამას გარკვეული, ასე ვთქვათ, ვერსიები და კონსპირაციები შესაძლო გარიგების თაობაზე? ერთი რამე არის ცხადი. რეჟიმისთვის, როგორც ვთქვი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაიმე ფორმით, რაიმე სახით აღიარების მიღება, ლეგიტიმაციის მინიჭება. ჩვენი კოალიციის და 4 ნომრის 3 ლიდერი, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ძალიან დიდი ხანია უკვე რეჟიმთან იმყოფებიან ართანამშრომლობის და წინააღმდეგობის პროცესში. შესაბამისად, ისინი არაპირებენ ამ გზაზე, ისე როგორც ჩვენი პარტია და ჩვენი კოალიცია არაპირებს რაიმე ტიპის გარიგებაზე წასვლას ქართულ ოცნებასთან და რაიმე ტიპით თანამშრომლობას ქართულ ოცნებასთან და შესაბამისად არაპირებს არც პროცესის და არც ხალხის ღალატს. შესაბამისად, ნამდვილად გამოვრიცხავ ამ ეტაპისათვის და ამ მოცემულობით, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და რუსული რეჟიმი შეიწყალებს ჩვენ კოალიციის ლიდერებს პირიქით მოლოდინი მაქვს რეალურად, რომ უახლოეს პერიოდში შეიძლება დაუმძიმოს კიდევაც ბრალი და გაუხანგრძლივოს მათ რაიმე ფორმით ციხეში ყოფნა. კი ბატონო, მადლობა ანა გოგოლაძეს, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთ ლიდერს უსმენდით, ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება. შეგახსენებთ, რა განცხადება გააკეთეს ხაზარაძე, ჯაფარიძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ. ერთ-ერთი, ან შეიძლება ითქვას, მთავარი ინტერესი არსებობდა ოპოზიციური ფლანგიდან, ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური ფლანგიდან, შეიცვლიდნენ თუ არა ისინი პოზიციას და დამოკიდებულებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა
კოალიცია, ასე ვთქვათ, ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერებმა კიდევ ერთხელ იქვე საპატიმროს ჭიშკართან დააფიქსირეს, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას არ ცვლიან, რადგან ამის გამო მიაჩნიათ, რომ დაასტუსაღეს და შესაბამისად რჩებიან ამ გადაწყვეტილების ერთგული ამ მრჩეველს, რომელიც 4 ოქტომბერს არჩევნებზე მოვა, იმედი არ უნდა გავუწყვილოთო, ეს იყო ბადრი ჯაფარიძის განცხადება. გიორგი სიორიძე, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორც ვიცით, საპატიმროდან გათავისუფლებული თქვენი ლიდერები პირდაპირ პარტიის შტაბ-ბინაში მივიდნენ 74 დღის განმავლობაში მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართული. ძალიან ალბათ ამ განცხადებების შემდეგ აღარ იყო განხილვის საგანი არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი, მაგრამ საინტერესოა მათი გათავისუფლების შემდეგ თქვენი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დღის წესრიგი თუ შეიცვლება და რა მიმართულებით. მოგესალმებით, თავისუფლება საქართველოში ყველა დარჩენილ პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმარს, იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ასევე აბსურდული ბრალდებით სხედან ციხეში, რომელი ბრალდებითაც ისხდნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და დღევანდელი აქტი იყო არა იმის გამოხატულება, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ვაიმე თურმე მართლები და უდანაშაულონი ყოფილანო, არამედ ეს იყო ძალიან ბინძური პოლიტიკური თამაშის შემადგენელი ნაწილი. ეს არის თქვენი ვერსია. ჩვენ სხვა ვერსიებით მოვისმენთ თქვენი კოლეგებისგან, აგერ უსმენდით ანა გოგოლაძეს, ის დარწმუნებულია, რომ იგივე მუხლით გასამართლებულ და ციხეში მყოფ მათი კოალიციის ლიდერებს გარეთ არავინ გამოუშვებს, იმიტომ რომ იცის ქართულმა ოცნებამ, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ მათთან. მე სხვა რამე ვთქვი, მე ვთქვი, რომ იმის გამო კი არ გაათავისუფლეს, რომ უდანაშაულონი არიან თქო. უდანაშაულო არის ყველა პოლიტპატიმარი და ყველა პოლიტიკური ლიდერი და ყველა უნდა იყოს გარეთ. ეს იყო უბრალოდ პოლიტიკური თამაში ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის პირადად, იმიტომ რომ ახლა მიხეილ ყაველაშვილი არის მარიონეტი, გარდა იმისა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტია, ყველა მიცის, რომ ის არის ჩვეულებრივი მარიონეტი ივანიშვილის ხელში და ის არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებს. შესაბამისად, სწორედ ახლა დღევანდელ დღეს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ხაზარაძის და ჯაფარიძის გათავისუფლება იყო იმ პოლიტიკური თამაშის შემადგენელი ნაწილი და პოლიტიკური აქტი, როგორიც იყო მათი დაპატიმრება თავის დროზე. ანუ დააპატიმრეს იმიტომ, რომ არჩევნებში არ მიიღოთ მონაწილეობა და გამოუშვეს იმიტომ, რომ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა? საერთოდ ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის დაპატიმრება ეს არის პოლიტიკური აქტი, ამიტომაც არიან ისინი პოლიტიკური პატიმრები, ხო? არამე არც გამოუშვეს მეშე თუ არ უნდათ მათი მონაწილეობა არჩევნებში. მაგას მოგახსენებთ. თავის დროზე მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე პირველები გახდნენ წულუკიანის დაბარებულზე რომ არ გამოცხადდნენ კომისიაზე და მაშინ ჯერ არავინ იცოდა პროკურატურა გირაოს შეუფარდებდა თუ წინასწარ პატიმრობას. მეორე დღესვე შეეძლოთ დაეპატიმრებინათ. იქ იყო გახსოვთ, ხო, აი გირაოს ვინც არ გადაიხდის, ვინც გადაიხდის, მე რეგუნათ რომ გირაო რო გადაიხადეს ხაზარაძეს და ჯაფარიძეს აღარ დააპატიმრებდნენ, მაინც დააპატიმრეს. დღეს ამ საქმეზე ხომ არა ჩვენთან მინოს პრეტენზია. ხო და მაგას ვამბობ, რომ აი ეს რატო არის ის ნიშანდობლივი? გეტყვით ხაზარაძეს და ჯაფარიძეს და რატომ არ შეახეს იგივე მუხლით გასამართლებელ სხვა პოლიტიკოსებს? გეტყვით და აი ამ პარალელით მინდა უბრალოდ თვალსაჩინო გავხადო, როგორ ქარწყლდება ხოლმე ეს პროპაგანდისტული ნარატივები, რო წამოიწევს ხოლმე და მე მინაულდება, აღმოჩნდება, რომ ეს ასე არ ყოფილა. ძალიან მარტივად არის სინამდვილეში საქმე. ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ ერთი მხრივ ქუჩის პროტესტში მუხტი იზრდება. უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში, ბევრმა რამემ გამოიწვია, მათ შორის ამ განაჩენებმა სინდისის პატიმრების ბიჭების, ხო? უფრო მეტი ადამიანი გამოდის, უფრო მეტი სიმწვავე შეიძინა ქუჩის პროტესტმა. მეორე მხრივ, ჩვენ როდესაც დავიწყეთ საარჩევნო კამპანია და ეს არ არის სტანდარტული საარჩევნო კამპანია, ხო? ჩვენ ამ არჩევნებს მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული არჩევნებია და ლეგიტიმაციის საკითხში აღარ შევდივარ, ხო? ამას დე ფაქტო არჩევნებს ვეძახით, იმიტომ რომ მიზანი გვაქვს ჩვენ
ზუსტად იგივე რაც სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ამაში ვართ ჩვენ ერთიანნი, ეს არის რეჟიმის დასრულება მხოლოდ და მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა იყოს ახალი წესებით, ახალი ადმინისტრაციით და რა თქმა უნდა სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ჩვენი გზა ამ შემთხვევაში ჩვენი აზრით იმავე მიზანთან და დანიშნულების წერტილთან მიდის ამ კამპანიის მეშვეობით და თქვენთან გიორგისო კითხეთ მithumetes CSKO-ში CSKO-ს წევრი იყო და ეცოდინება ძალიან კარგად ეს მექანიზმები, ანუ როდესაც ამბობთ რომ მიზანი იგივე გაქვთ რაც ბოიკოტში მყოფდა თქვენთან დაპირისპირებულ ოპოზიციურ ფლანგს, ხო? უბრალოდ ამ მიზნის მისაღწევად სხვა ინსტრუმენტს არჩევნებში მონაწილეობას იყენებთ. აი, როგორ შეიძლება ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობამ მიგაახლოვოთ ახალ საპარლამენტო არჩევნებად და მით უმეტეს პოლიტიკურ პატიმრების გათავისუფლებასთან? ძალიან მარტივი პასუხი არსებობს მაგაზე. სინამდვილეში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა, ქუჩის პროტესტი, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ლელო ყოველთვის იდგა ქუჩის აქციების ავანგარდში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და აქტიურ მოქალაქეებთან ერთად. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი და ივანიშვილს დაამარცხებს არა ერთი რომელიმე კონკრეტული გზა, არამედ სხვადასხვა ბერკეტის გამოყენება ერთობლივად. ეს არის ქუჩის პროტესტი, რუსთაველის პროტესტის უწყვეტობა არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის საერთაშორისო იზოლაცია, სადაც ყველა ოპოზიციური პარტია ერთობლივად მუშაობდით და ეს თავისით ხომ არ მომხდარა. ის რასაც საზოგადოება ითხოვდა ქუჩაში, ჩვენ მიგქონდა ხო ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ამან გამოიწვია ის არაღიარების პოლიტიკა, ამან გამოიწვია ის სანქციები, ამან გამოიწვია ხო ეს იზოლაციური პოლიტიკა ქართული ოცნების და დღეს რო არავინ არ აღიარებს მათ და ეს არჩევნებიც არის სწორედ ერთ-ერთი გზა. გეტყვით, არის ოპოზიცია ასეთი ფრაგმენტირებული და მეტის დაპირისპირებული, ეს პირდაპირ გეუბნებიან და გეძახიან მოღალატეებს, მათ შორის აი ამ სტუდიაში მოვისმინე ეს სიტყვა თქვენთან მიმართებაში და ბიძინა ივანიშვილთან გარიგებულად. ამაზე მოგახსენებთ. ჯერ პირველ რიგში მოდი ვთქვათ ის რომ ეს ყველაფერი სხვადასხვა დროს ნოემბრიდან მოყოლებული იყო ეს დაშენებული აგურები ჩვენ საერთო საქმეში. რაც შეეხება ჩვენს კამპანიას, ჩვენ კამპანიის დროს ხვდებით ადამიანებს, ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, რომელთაც არ ყოფნით შეიძლება იმდენი გამბედაობა, რომ ყოველდღე იდგნენ აქციებზე, ყოველდღე გადადონ თავი, როგორც გადადეს რუსთაველზე ყოველდღიურად მყოფმა დემონსტრანტებმა. ეს ძალიან დასაფასებელი ამბავია, ხო? ეს არ არის მარტივი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ყოველ საღამოს იდგენ მშვიდობიან აქციაზე თუნდაც, ხო? ეს ადამიანის პირადი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილის დათმობასაც მოითხოვს. ზოგს შიში აქვს, ზოგს იმედი ჰქონდა დაკარგული, ზოგი ნიჰილიზმში იყო ჩავარდნილი, ზოგს ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს საკმარისი, მაგრამ ქართული ოცნება მათ არ უნდათ და ჩვენ ამ კამპანიის მეშვეობით გვაქვს შესაძლებლობა ასეთ ადამიანებს გავესაუბროთ, დავარწმუნოთ ისინი, რომ ქართული ოცნება ეს უდიდესი ბოროტება ძალიან მალე უნდა დავასრულოთ. და ჩვენ ვამბობთ, რომ ქუჩის პროტესტი არის დასაფასებელი გზა და პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ქუჩაში ხედავენ ახლა ამას. თქვენი მონაწილეობა არჩევნებში რატომ არის უფრო ეფექტური? ამას მეკითხებით მით უმეტეს. ერთი წუთით, უფრო ეფექტურზე არ არის. ინფორმაცია გავრცელდა, რომ ყველა ქალაქში მერობის კანდიდატიც, ყველა ოლქში უბრალოდ ხო, საარჩევნო 63-64 საარჩევნო ოლქი გვაქვს და ყველგან მერობის კანდიდატი ვერც დაასახელეთ. ხო, ამას ხო არ აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა, ვერ დასახელებაზე არ არის აქ საუბარი. ჩვენ გვაყავს შეთანხმებული კანდიდატები, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ის უმსხვილესი ოლქები, ყველა დიდი მუნიციპალიტეტები ათვისებული. ანუ ეს პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს კონკურენტ უნარიანობასთან, რომ 63-ვე ხელისუფლების კანდიდატს თქვენი კონკურენტი, თქვენი კანდიდატი დაუპირისპიროთ? არა. მე ვამბობ, ეს მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენი ბრძოლა და ეხლა მე სულ სხვა აქცენტ. არა, ერთი წუთით რა, ჩვენ ამ თემაზე რატო ვსაუბრობთ, როდესაც გადავდივართ სხვა თემაზე? რატომ არის თქვა ეს კითხვა? რატომ არის და პასუხობ? უფრო ეფექტური არ არის საერთოდ. უფრო ეფექტური არ არის თქო, მაგას ვამბობ. ეს არის ერთ-ერთი გზა ქუჩის გზის პარალელურად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადაც საჭიროა რომ და სადაც შესაძლებელია რომ ივანიშვილს შეუშალოთ ხელი თავისი ავტორიტარული ძალაუფლების სრული კონსოლიდაციის საქმეში და მის ჩაბეტონებაში მუნიციპალურ დონეზე. იქ ვიბრძოლებთ იმ ფლანგზე, სადაც საჭიროა და ყოველთვის როდესაც არსებობს ქუჩის პროტესტი, ჩვენ ვდგავართ ქუჩის პროტესტში.
4 ოქტომბერს იქნება, ხო? არის ერთი თარიღი. ეს არის მისასალმებელი და მნიშვნელოვანი გზა, ვფიქრობთ, რომ დააზიანებს ივანიშვილს. ვინ თქვა, რომ არ ვიქნებით? დღისით თუ ვიქნებით. საარჩევნო უბანზე ხმას, ასე ვთქვათ, მისცემთ, არ ვიცი, დამკვირვებლად. ჩვენ არ ვართ აქციის ორგანიზატორები, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ საარჩევნო უბნებზეც, ვიდგებით ქუჩაშიც, ვითხოვდით იმას, რას ნიშნავს მიგვიღებს ქუჩის პროტესტი. იმიტომ რომ უსმენთ ხო, ხა მე ხო არ მომიგონია, ნახეთ, ქუჩის პროტესტი რას ნიშნავს? ორგანიზატორებზეა საუბარი მხოლოდ? ხო, ორგანიზატორებზეა საუბარი და მონაწილეებზეა საუბარი. პირდაპირ გეძახიან კიდევ ერთხელ განმეორდები ბიძინა ივანიშვილთან შეკრულებს და მოღალატებს. არავის ურჩევდი ბიძინას მიერ დამცირებულთა გაერთიანებაში ყოფნას. ეს დაღუპვის უმოკლესი და უტყვარი მოდით მაგაზე მარტივად გიპასუხებთ. მარტივად გიპასუხებთ მაგაზე. თუ ბიძინა ივანიშვილს აქვს გეგმა რომ მოდი ახლა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გამოვუშვებ რამდენიმე კვირით ადრე არჩევნებამდე ეს გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობას და დისონანსს და დააზიანებს მთლიანად ოპოზიციურ ბრძოლას, არა მხოლოდ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. ეს ხომ ადვილად წაკითხვადი სცენარია, რა არის მისი მიზანი? არის თუ არა ეს ადვილად წაკითხვადი? თუ ბიძინა, ანუ ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომლებიც 74 დღის განმავლობაში ისხდნენ ციხეში, რომლებიც იყვნენ პირველი პოლიტიკური ლიდერები, რომელთაც გაცნობიერებულად გადადგეს ნაბიჯი და პოლიტიკური აქტი ჩაიდინეს, რომ წავიდნენ ციხეში, მაშინ წავიდოდნენ პირდაპირ წულუკიანის კომისიაში და არ მოხვდებოდნენ საერთოდ ციხეში, თუ მათთვის რამდენიმე თვით თავისუფლების აღკვეთა ასეთი ღირებული იყო. ეს მათი ბრძოლის გამოხატულება გახლდათ. ციხეში იქნებოდნენ ისინი რუსთავის იზოლატორში თუ ციხეში იქნებოდნენ ციხის გარეთ და მთელი საქართველო ციხე არის დღეს ივანიშვილის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არავის არ მგონია რომ სერიოზულად არა თქვენ კოლეგა ოპოზიციონერები თქვენ ესე გონიათ თქვენ როგორ გონიათ მე მგონია ამას რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს საერთო პოლიტიკური ბრძოლისთვის რა გონიათ თქვენს კოლეგა ოპოზიციონერებს რომელიც თქვენთან ძალიან მწვავე კონფრონტაციაში შედიან და თქვენ თავად ამბობთ რომ აი ეს ურთიერთდაპირისპირება რომელიც ღრმავდება და აწყობს ბიძინა ივანიშვილს დააზიანებს ზოგადად ოპოზიციურ ფლანგს მე კიდევ ერთხელ გეკითხებით თუ აცნობიერებთ ამას რომ ეს ხდება განგებ სპეციალურად ამას ცდილობს ივანიშვილი მათ შორის ხაზარაძის და ჯაფარიძის შეწყალებაც ამას ემსახურება ხომ თქვენ რის გაკეთებას აპირებთ რომ აი ეს ურთიერთდაპირისპირება მინიმუმამდე შეამციროთ აი რას გააკეთებთ თქვენის მხრივ თავდაუსხმელობას გამოაცხადებთ რაც არ უნდა გაკრიტიკონ და გაბრალონ მორატორიუმის რეჟიმში დარჩებით თუ აი რას აპირებთ აი ბოლოს სწორად აღნიშნეთ თავდაუსხმელობას კი არ გამოვაცხადებთ თავდაუსხმელობა ჩვენ უკვე გამოცხადებული გვაქვს და ეს არის ჩვენი წყობრი პოლიტიკა იცით თქვენ რომ იერიშები მოდის ძლიერ საქართველოზე ლელოზე მათ შორის სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან რომელთაც ჩვენ ოპონენტებსაც კი არ ვეძახით მიგვაჩნია რა რომ უფრო მნიშვნელოვანია ის რაც გვაერთიანებს ვიდრე ის რაც გვყოფს და კიდევ ერთხელ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ რომ ჩვენი საერთო მიზანი რომლის გულისთვისაც ამდენი თვის განმავლობაში მხარდამხარ ვიბრძოდით ქუჩაში ვიბრძოდით საგარეო ველზე ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი რომ მომავალში ამ ბრძოლის ბოლომდე მისაყვანად ჩვენთვის ჩვენ კვლავ დაგჭირდება ერთად დგომა მათ განსხვავებული ჩვენი აზრით შეცდომით, მაგრამ განსხვავებული მიდგომა აქვს, მაგრამ თქვენ ვერსად ვერ ნახავთ ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან რაიმე იერიშ სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. კიდევ ერთხელ ვამბობ. ერთია, მაგრამ აპირებს სიტყვიერი იერიშს ვსაუბრობ. არა, არ ბრალდებების ასე ვთქვათ. ჩვენ ზოგადად ხსნით. უპასუხო დატოვებას აპირებს. ჩვენ ზოგადად ხსნით, რომ ამომრჩეველი როგორ გაიგებს ამას ძალიან ჩვენი პოზიცია არის მკაფიო. ჩვენ ვამბობთ, რომ ივანიშვილს რეალური მიზანი ეს აქვს. ჩვენ ერთადერთი რაც შეიძლება გავაკეთოთ არის ის რომ ივანიშვილმა თავის მიზანს ვერ მიაღწიოს, ვერ გამოგთიშოს ჩვენი ბრძოლიდან, არ შევიტანოთ გახლეჩვა და დისონანსი ისედაც საზოგადოებაში და ოპოზიციურ სპექტრში მიუხედავად იმისა რომ ცალმხრივად ამისი მცდელობები არის, მაგრამ ჩვენ თუ იმავეთი ვუპასუხებთ, ეს იქნება ის რაც ივანიშვილს სურს. და ჩვენ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას, იმიტომ რომ იქნება ძალიან ბევრი ბრძოლის ველი კიდევ საბოლოო გამარჯვებამდე და ამ ბრძოლის ველზე ჩვენ ყველას მოგვიწევს ერთად ყოფნა. ამიტომაც ჩვენი მხრიდან რა პოლიტიკაც გვქონდა რომ
ყავს მხოლოდ ერთი სამიზნე, ყავს მხოლოდ ერთი მტერი, ივანიშვილი და რუსული ოცნება. ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ ოპოზიციის ოპოზიცია, თუნდაც ცალმხრივად იმ მომენტამდე და დამიჯერეთ ეს მომენტი აუცილებლად დადგება, როდესაც ჩვენ ყველანი კვლავ ერთად ვიდგებით სხვა ეტაპზე. კი ბატონო, თუმცა აი ამ ორმაგი ცეცხლიო დღეს რომელიღაცა თქვენმა ასე ვთქვათ თანაპარტიელმა ახსენა ორმაგი ცეცხლის მოგერი პოლიტიკური ცეცხლი იგულისხმება ბუნებრივია მოგერიება მოგიწევთ ერთის მხრივ თქვენი პოლიტიკური ოპონენტისგან ქართული ოცნებისგან აი ამ საარჩევნო კამპანიაში და მეორეს მხრივ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური ფლანგისგან იმიტომ რომ მათ არ გამოუცხადებიათ თქვენს მიმართ თავდაუსხმელობა მეტიც აი ამ საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უფრო ღიად გაგიხსნეს პოლიტიკური ცეცხლი ამ პირობებში არ მიგაჩნიათ რომ თქვენი შანსები ადგილობრივ არჩევნებში კიდევ უფრო მცირდება? ნამდვილად არ მიგვაჩნია ეს და არ ვაპირებთ ჩვენ რაღაცა თავდაცვით რეჟიმში ყოფნას, ნამდვილად არც მანამდე ყოფილვართ და არც ახლა ვიქნებით. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს რა განწყობები არის პირველ რიგში საზოგადოებაში. მე მესმის რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ხმამაღალი ნაწილი, გულწრფელი ნაწილი არის შეიძლება განაწყენებული და უკმაყოფილო დაუშვათ ჩვენი გადაწყვეტილებით. მაგრამ არსებობს საზოგადოების სხვა ნაწილი, რომელიც არის უკმაყოფილო ქართული ოცნებით, რომელმაც უარი უთხრა ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე და თბილისში ეს იმ გაყალბებული შედეგებითაც კი გამოჩნდა ქართულმა ოცნებამ რო წააგო. და მაგის შემდეგ მოხდა 28 ნოემბერი ქვეყანა შემოატრიალეს ბოლომდე რუსეთისკენ და იმ ნაკლებად გაცნობიერებულმა ამომრჩეველმაც, რომელმაც დაუჯერა რაღაცა მიზეზების გამო, პროპაგანდის გამო ქართულ ოცნებას და ნიამიტურად ჯეროდა რომ ესენი მაინც კიდევ პროდასავლურები არიანო, მათაც კარგად დაინახეს რომ ესენი თურმე რუსული ძალაა და ძალიან კარგად გამოჩნდა ეს ცოტა ხნის წინ კვლევებში რომ ქართულ ოცნებას აქვს რეკორდულად დაბალი რეიტინგი 24%-ის. 24%-იანი რეიტინგი აქვს და ჩვენ გვინდა რომ საზოგადოების ეს ნაწილიც ოპოზიციური ამომრჩევლის ეს ნაწილიც გავააქტიუროთ რათა მოვაახლოოთ რეჟიმის დასრულება. მით უფრო უნდა ყველა ასე ვთქვათ საარჩევნო და ესეთი ადამიანი არის უამრავი. ესეთი არის უამრავი. პირდაპირ გეუბნებოდა ვერ შეთანხმდით ასეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს არ იყო მარტივი პროცესი, ბუნებრივია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თბილისი, დიდი ქალაქები, დიდი ქალაქები, დიდი მუნიციპალიტეტები იყო ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად ვიღებთ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, თითოეული ყველაზე მცირე მუნიციპალიტეტის კი მნიშვნელოვანი არის, ხო? ყაზბეგი, სტეფანწმინდა, იქაც გვაქვს ჩვენ წარმომადგენლობა, მაგრამ პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც იქნება ამ შემთხვევაში თბილისში, სადაც არის ყველაზე მეტი ამომრჩეველი, რომელიც ხვალ, როდესაც დადგება ახალი საპარლამენტო არჩევნები, უნდა იყოს ბრძოლისთვის მზად. უნდა იყოს პარტიები მზად იმისთვის, რომ დაიცვან ამომრჩევლის ინტერესები. მე აღარ ვსაუბრობ ახლა იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად აქვთ ხო ამომრჩევლებს, ადამიანებს, გარდა იმ პოლიტიკური კრიზისისა, მათ სხვა რაღაცეები აწუხებს, მაგრამ ეს არის სწორედ ჩვენი ამოცანა, რომ დავანახოთ ის, რაც გაწუხებთ არის ერთი, მაგრამ რაც ყველას უნდა გვაწუხებდეს, იმიტომ რომ უფსკრულში გადაგჩეხავს ქართული ოცნება, აი ეს არის მეორე შინაარსი ჩვენი საუბრისა ამომრჩევლებთან. ტელეკომპანია რუსთავი 2 აღწევს ინფორმაციას, რომ გახარია ხაზარაძის მერობის კანდიდატი ქუთაისში პაატა ზაქარეიშვილი იქნებაო. შეგიძლიათ თუ არა დაგვიდასტუროთ ეს ინფორმაცია და არის თუ არა პაატა ზაქარეიშვილი შეთანხმებული კანდიდატი თუ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ასე ვთქვათ დაასახელა და მეორე პოლიტიკური პარტნიორი ამას დაეთანხმა. ჩვენი მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ სადაც არის პერსონალური არჩევნები, გულისხმობ მერობის არჩევნებს და მაჟორიტარობის არჩევნებს ჩვენ ერთმანეთს კონკურენტებს არ დავუყენებდით, თუმცა პროპორციულ ნაწილში ორივენი ცალკე სუბიექტი. ჩვენი კანდიდატურა არ არის პაატა ზაქარეიშვილი, მაგრამ დიახ, გახარიას პარტიიდან მე რამდენადაც ვიცი, ეს არის მათი კანდიდატურა, თუმცა ჩვენ კანდიდატურა იქ არ დაგვიყენებია. ანუ არ დაგიყენებიათ თუ მხარეც დაუჭირეთ. თქვენ იცით ჩვენი მემორანდუმის არსი არის ის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ერთი აყენებს კანდიდატურას, მეორე სუბიექტი, მეორე პარტია იქ მას კონკურენტს არ უყენებს. კი ბატონო, გიორგი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი სიორიძე, ლელო ძლიერი, საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. სულ ეს იყო ამ დროისთვის. გადაცემა 360 გრადუსი ეთერში დაგიბრუნდებათ უკვე ორშაბათს. ბედნიერი უქმეები მინდა გესურვოთ.